შეგვიძლია გოგო? კი, და სანამ გავაგრძელებს და მე სადღაცას გამორჩება, ერთ-ერთი ის ადამიანი ხარ, ვისაც ეს ვარდი, არ ვიცი, მისავით აკვდება, რა ქვია. შარავანდი ძალიან გიხდება. ვარდები ვაფშე. აუ მე ერთი რაღაცა მინდა უთხრა ჩვენ მომავალ სტუმრებს. აი ადამიანი მოვიდა და მოგვიტანა საჩუქრები, ჩაი მოგვიტანა, ვინო. ხო და კაცი გაითვალისწინეთ ხოლმე. იცი მე უბრალოდ ესე ვარ სტუმრად მივიდივარ, რაღაცა ჩემთვის ნორმა არის. იმ დღეს მივიდიოდი სტუმრად რა და ლიკას ვეუბნები რომ მე გესე ხო არ მივალთ პასკა მაინც ვიყიდოთ ან რაღაც და მივხვდი აი მან დამარტყა რომ ასაკი მომემატა რა პირველად გამიჩნდა სურვილი რომ სტუმრად რაღაცა მივიტანო რა თუ პირველად ლიკას დაავიწყდა და შენ მოგაფიქრდა ხო ნუ ადრესულ ლიკა ესე და მე პირველად ჩემით შემაწუხა მაგან რა მიგაჩვია რო საჩუქროდ ადამიანებთან მისვლა შეიძლება უხერხული მე არ მაქვს იქ უხერხულობა რაღაც მომენტში რა შვებით ბატონო როგორ ბრძანდებით კარგად თლიანობაში კარგად ბრძანდები შენ ახლა გამომუნთლიანებ მე იცი არ გინდა რომ იმას ტყავიშარვალი აცვია და იქ უფრო კარგად დაჭდები ბოლოს როდის იყავი რაიმე სახის ეთერში როცა წინა ცხოვრებაში რა როცა Mother Monday-ში უკრავდი ხო რაღაცა ესე ხო აუ ის არც ჩამიკეკავს მაგრამ ეჭვი მაქვს რომ არ ხარ არსად არაფრით იმ ლაივების თუ რამე ფორმით ინტერვიუ არის? არა, არ მგონია. არანაირი ფორმით. და ერთ-ერთი ეს ჩაწერა რო ქონდა ფირფიტა როცა გამოვიდა რა. ხო გააკეთეს პატარა რაღაც. სიესმა რო. ხო. აი ეს იყო მე არაფერი. მაგარ რაღაც საკეთებენ არა? ძალიან. რილისებს რო I think this აკეთებენ. is great. ხო, ძალიან კარგია. ძალიან მაგარ რაღაც საკეთებს. შენ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის იყო რაღაც ახალი რაღაცა გამეხსნა ცხოვრებაში, რომ თან სახელიც ისეთი ქვია, რომ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა და უცებ ჩემი ალბომი, რომელიც ბავშვი რო ვიყავი, რო ჩავწერე სახში რაღაც ხო ეს სერიოზულად რო არა ხო, უცებ მემკვიდრეობა გახდა და the fuck. ნუ ეგეთ რაღაცებზე ხო არ ფიქრობ, როცა აკეთებ. ხო, არა, ეხაც მეცინება მაგაზე, მაგრამ ნუ თან რაღაცა ის დამოუკიდებელი თავის ცხოვრება რო აქვს მე ამ ყველაფერს, რა შენგან დამოუკიდებელი. даже ესე უყურებ, რომ თითქოს შენიც არ არის რა. შენი არ არის ხო? Mother Monday-ი ჩემია, მე მგონია, იმიტომ რომ მე ვარ ყველაზე დიდი აპოლოგეტი თქვენი ბენდის. გონია რომ ჩემგან გაიგო ბევრმა. კი, აშკარად. კი, მეც არ გამორჩა. ნამდვილად, ხო. ხო და გინდა რამე ფორმა რომ მივცეთ სადღაც. შენ Mother Monday-ზე ნაფტალინია, ხო იცი რაღაცა რა დავიწყებული. მე ისა. მე მგონი მაგარი მოკიდება გაქვს პირიქით დღემდე, ეს ყურში ადამიანის. ხო რა ვიცი, ძალიან if you know you know პონჩი ბენდი ხართ თქვენ რა. ხო რა ძალიან სასიამოვნოა რომ ვიღაცებს ესე მოწონ და ახსოვდა რაღაცა. იცი რა, ერთ-ერთი ბენდი არის რომელმაც ეგეთი გავლენა რომელსაც ქონდა ეგეთი გავლენა რა. ანუ ბევრს ხო არ ქონდა ართ 10 ჯგუფს ქონდა შეიძლება არც კი ხო ისეთი რომ აი რაღაცნაირად ის პერიოდი არის რეალურად რა. მაგ ბენდების garaში არ იქნებოდა რაღაც. ნუ ძალიან ბევრი არც იყო პრინციპში რა. ესე ვთქვათ. რო დაფიქრდე, დღესაც იგივე სიტუაცია გრძელდება რა. რაღაცა კონკრეტულ ჟანრში არის ერთი ან ორი ბენდი. ანუ მაშინაც ესე იყო და ჩემ დროსაც ესე იყო და ეგეც ძალიან generous ვარ რომ ამბობ ორი ბენდი თქო. რეალურად თითო ბენდი იყო თითო ჟანრში რა. ეხაც რო გადახედო კი არიან ვიღაცები, მაგრამ სხვა ნიშა უჭირავს ყველას რა. იცი რა, პოსტ-პანკში მაინც ასე თუ ისე რამდენიმე იყო და. პოსტ-პანკში რიგი დგას გასაგებია. Mother Monday-ს რო არ ყოფილიყო ეს კონკრეტული ჟანრი, არაერთი ჟანრია, მაგრამ ნუ სადღაცას რაც მოიაზრება რაღაცაში, ის ხოლმე არ იარსებობდა საერთოდ. აი ჩემი მიმართულება და ჩემს მერე ვინც სამოვიდა იგივე ტალღაზე, პირველი იყო Mother Monday. კი. მაგრამ კიდევ იცი ეს დაგვიყვი ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც დღეს ქვია პოსტ-პანკი, პრინციპში არ არის პოსტ-პანკი რა. აი ესეთი პირდაპირ მნიშვნელობით პოსტ-პანკი. აბა რა შეძახი შენ პოსტ-პანკს? აი მაგალითად თუნდაც აი ხა სკას მოусმინე რა ახალს რა. აი ძველი რაღაცები მაგათი უფრო პოსტ-პანკი არის. ძველი პოსტ-პანკი, ეხა აღარ არის პოსტ-პანკი. ეხა რა საკეთებენ? არის უფრო პანკ-როკი და даже ესეთი hardcore და ცოტა grunge-იც უბრალოდ. არა, ეხა საერთოდ ჩაწყლოსაც არ არის პოსტ-პანკთან სკაზე. მაგრამ ბევრი პოსტ-პანკ ბენდი არის ბევრი საკმაოდ დღესაც. იმიტომ რომ აი კლასიკური პოსტ-პანკი არის უფრო გართულებულია ვიდრე პანკი იყო. უფრო კომპლექსური აკორდები არის, უფრო layered არის. based არის, ბასზე დაფუძნებული რაღაცნაირად ბოხ ვოკალა. ხო.
ცოტა მელოდიურადაც უფრო კომპლექსური არის. პანკთან შედარებით ხო ხა ნუ იმიტომ რომ პანკი პრინციპში რაღაცა 3-4 აკორდი არის და დრაივი. ხო, აი პანკს არ ვიცი გაგრას ნაკლებად უკრავენ. ხო პანკს ნაკლებად უკრავენ მაგრამ მე როგორც ვიცი შენი ბექგრაუნდი პანკიდან არის ხო საერთოდ მე ვაფშე არ ვიცი საიდან არის ჩემი ბექგრაუნდი რა. არა რატო იცი და ეს ძალიან ბევრ ამას უსმენდი. ხო მე როგორც მიყვებიან რომ აი რაღაცა პანკ არტისტი იყავი რომ დაგორავდაო სცენაზე ყვიროდაო რაღაცა და მადერონ მანდესის ფრენდსამდე როგორ მიხვედი იცი პანკიც არ ვიყავ ავყევი იმ სიტუაციას რომელშიც აღმოვჩნდი რა ესე ვთქვათ რა იმიტომ ეს მევასება ხოლმე თუ team player-ი ვარ რა შეიძლება ესე ითქვას რა და იმ მომენტში აი ეს ბენდი რომელიც იყო სანამ მადერონ მანდესის გავიცნობდი ორი ბიჭი იყვნენ ერთს თქვა კახა გვარი არ მახსოვს და გავიგე რომ აღარ არის ცოცხალე ძალიან cool ტიპი იყო ესეთი მაღალი ლამაზი გძელით მაქონდა და იცევასებოდა რა რაღაცა მეტალი და ეს ხო აი მუსიკა როა რა ეგ უყვარდა და რაღაცა ის ქონდა რა ძალიან ძლიერი აი self destructive tendency რა რაღაცებს იჭრიდა ეგეთი მასტი იყო რა დარკი იყო მაგრამ თან სინამდვილეში ვაფშე არ იყო დარკ რა ძალიან ფან ტიპი იყო და მეორე იყო ესეთი ჩემ მეზობელი იყო ზურა ნემანიშვილი ერქვა ვიცნობდი 95 თუ 16 წელს ხო ესეთი გძელი იმის მერე არ მინახე ხო და აი ეს ეზოსდან ესე საბურთალოდან იყო საბურთალოზე ცხოვრობდა ანაგზე ცხოვრობდა ჩემ მეზობელი იყო ეგ გავარვარებული მეტალისტი იყო თან ხო გძელით მაქონდა ძალიან ხო და ეს ბუწონდა რა მაგათ დამიძახეს თავისთან სახში ხო და მაგალითად სასტავში გაიჭიდე ხო ხო და მეც ავყევი ამ თამაშს რა ამაცას რა და აი ესე მოვხდით მე ძალიან მალე რაღაცა ეს New Music Festival იყო თუ რაღაც ახალი ბენდების ფესტივალი იყო ფილარმონიაში New Music Festival ისე შეღებს გეგონება მანჩესტერში იყო ნუ მე ესე დავარქვით რომ მომწონს როგორ ჟღერს და კაკადუ საიდან ხო you have to create your own legacy kind of when there's not much to play with უკაცრავად ქართულად გადავიდა ხო კაკადუ სადღაცა შემოგიამხანაგდათ მანდ ხო კაკადო პარალელურად ვიცნობდი იცი სადაც იმაში დავდიოდი მე ხო აკადემია მაქვს დამთავრებული სამხატვრო დავდიოდი მეცხრე საავადმყოფოს მე მოპირდაპირ მხარეს არის რაღაცა ეზო იყო მხატვრების რა იყო ბევრი სტუდიები და იქ დავდიოთ მე და კაკადო ერთად მხატვაზე იცი რა ეხლა ვიღაცებმა მოყვნენ თავისი რაღაც მეხსიერებიდან რაღაცეები და ეხლა შენი მეხსიერება უნდა გააღვიძო რომ აი იმ რაღაცებთან დავკავშირდეთ იმათმა რაც მოყვნენ ყველამ თავის პერსპექტივა ხო ნუ რა უფრო მოდი სანამ ჩვენი ახლო მეგობრები ვინც ყავს ეხლა მხარდამჭერები ბეცონ სპორტი ჩვენი ძმები და დები ამბების არხი არის ასევე არის ბილეთები G ჩვენი სპონსორი ჰერიო აუდიო სისტემი კომპანია ასევე არის Force Wood შოტლანდიური ვისკი არის რომელიც იყიდება ალკორიუმში და ვისკის სახში და შემოგთავაზებ ახლა ცოტა ხანში და მე მგონი ჩაის ტრადიციაც უნდა შემოიტანოთ კი და სტუმრებს გაგიჩნდებათ მიმართავ და ასევე ჩვენი სტიკერები დაახლოებით მაგრამ ეს კონკრეტულები ჯერ არ დევს სად უნდა გაუშვო სტიკერებზე სად უშვებთ სტიკერებზე იცით სადაც უნდა წახვიდეთ ვეიპორიას მაღაზიებში მთელ სოფლიოში ესენია არა ეს კონკრეტული ჯერ არ დადებულა ეს special friend-ებისთვის არის ეს ტელეფონზე დასაწეპებელია მიგიწეპო სადმე პინს გავს ის არის ტელეფონზე დასაწეპებელი ხო მე მიმიწეპე რა ხო მე რამეზე მიგიწებ მოკლედ და ეხლა შეგვიძლია აი მაქიდან გავაგრძელოთ სადაც გავჩერდით რა ეს პარალელ რეჟიმში კაკადუსთან რო დადიოდი მხატვრების ეზოში ეს ერთ-ერთი სპოტი ის ხო არ იყო ძველი კინოსტუდიის ეზოშიც ხო არ ხდებოდა ეგ და არა ეს ხდებოდა ვაკეში ხდებოდა და ხო ნუ ვემზადებოდი აკადემიის ჩასაბარებლად სარეპეტიციო ქონდა არა ხატვაზე დავდიოდი იქ სტუდიაში იქ გავიცანი კაკადო და კაკადო მე და ნემანიშვილი და ეს ბიჭი ერთად გავედით მოკლედ ამ იმაზე რა კონცერტზე და როგორ გავედით არაფერი არ ქონდა მომზადებული ბენც არ ქონდა სახელი რაღაცა ქონდათ პირობითად ინსტრუმენტებიც არ ქონდა რაღაცა ერთი გიტარა ქონდა და ვიღაცებს იქ ვეთხოვეთ ეგ რომელი წელია და ეს არის ალბათ 92 ვაუ ოკეი ხო 92 წელი და გავედით ამ კონცერტზე რა და იყო აბსოლუტური იმპროვიზაცია. და ვინ მიგიშვათ მანდ? აი არ მახსოვს.
ანუ ეგეთი ბენდების კონცერტი იყო სულ? აი არ მახსოვს აი კაკად უყვებოდა ეხა მეც გამომივარდა უკვე. აი ნახდათ არ რაღაც ანუ არ იყო ის ცუდი ანუ იმ პერიოდში როკ-ენ-როლს ვინც უკრავდა სხვადასხვა ჟანრის და просто ესენიც რაღაცა ამათმა მოიტყუეს მე როგორც ვიცი მე ესე მე მგონი რაღაცა ეგეთი აფერა იყო რა რაღაცა ესეთი ბენდი ვარ ნამუშევარი მაგრა უკრავთ და რაღაცა რა გამოცდილი ვოკალისტი რაღაც მაგრამ მაგ მოხდა ერთი კაი რაღაცა რეალურად მაგ ვიღაცებმა დაგინახეს ხო გოგი ჯავახიშვილმა მან შევხვდით იმიტომ რომ გოგიც და ლევანიც გამოდიოდნენ როგორც ვინ არ მახსოვს მე მგონი ალბათ როგორც ფენს ალბათ არის რაღაცა ეგრე ერქვა მაგათ ჩვენ თავში არ არის მაგრამ არქივში გვაქვს არ მახსოვს მე ვარ მოგატყუდი და მოკლედ მაგ კონცერტიდან გავიცანე ეგენი რა გოგი და ლევანი და მთხოვეს რომ ჩვენთან რამე ცადოა და იმის გამო რომ ის ფაქტიურად არ იყო ბენდი მე არ მქონდა რაღაცა ისე რომ კომიტმენტი არის ხო კომიტმენტი არ იყო და ის რაღაც არ ვიგზენი თავით უდოთ რომ რაღაც ასეთი მივატოვე და რაღაც მივდივარ რაღაცა ის იყო მაიმუნობასა და გავერთეთ ხო და ესე გავიცანე გოგი და ლევანი მაშინ ჩემ ბავშვობაშიც ბენდებში სულ open relationship იყო რა ყველასთან უკრავდა და ჯგუფ ანუ ერთხელაც რო არ მივიდოდი რეპეტიციაზე გასაგები იყო რომ ჯგუფიდან წავედი ანუ ეგრე ახსნებოდა რაღაცეები ხო ნუ იმიტომ რომ ბევრი არც იყო პრინციპში ხო ესე ვინც უკრავდა და ყველანი ერთი ტუსავკაი იყო შენ რამდენი ყავს დატოვებული ეს აუ ბევრი ნუ ის ბავშვობის ერთ პერიოდი დაჟე კონტრაბანდაში უკრავდი რა და ესე ორჯერ არ მივედი რეპეტიციაზე და ბესლო მითხრა say less გასაგებია ყველაფერი ხო და აი კაი მაგათთან გადაკვეთამ რა მოახთინა იყო შენზე ვინმე ნაწყენი ალბათ იმ დროს ბევრი იყო ჩემს ნაწყენი მაგრამ მე მაგას ვერც ხედავდი და დიდათ არც მაწუხებდა ხო და მაგათ რეალობამ რა მოგიტანა რამ ძოძოაშვილის და ნუ არაფერი ძალიან ჩავერთეთ ეგრევე რა იმიტომ მე ვიყავი საშინელი მოწყურებული ენერგია მქონდა ულევე და სურვილი და ამათ უკვე გამზადებული სახში სცენა მქონდა რა ჩემო თახში მქონდა მოწყობილი სტადიონი სულ გამოდიოდი და ნუ იასნა რომ ეგრევე იმას ვქენი რა დავთანხმდი და ისინი უკვე რაღაც ჩამოყალიბებული მუსიკოსები იყვნენ ნუ ვერ ვიტყვი რომ ჩამოყალიბებული მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთან შედარებით მუსიკოსები იყვნენ რა წინა ბენდთან შედარებით ხო იმიტომ მე ჯერჯერობით არც ერთ ინსტრუმენტზე არ უკრავდი არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს როგორც ესეთი ხო და ნუ ხო და ერთად შეყრამ გააძრო ეს პირველი ალბომი თუ მანამდე რაღაცები ქონდათ და იქ ჩაჯექი მაგათ არსებობს იცი რაღაცები ქონდათ აი წინა ბენდიდან რაღაც სიმღერები ქონდათ დაწერილი რაც შენ მოსინჯე შენი ვოკალით მე რა ხო მოსინჯე მაგრამ არაფერი არ იყო ბოლომდე ესე ჩამოყალიბებული რა აი შეკრებიდან პირველ ალბომამდე რა მანძილია რა დროა თითქმის არ არის მალევე ხო ეგრევე აი ეგრევე დავიწყეთ რეპეტიციები ძალიან ჩართულად და მე მგონი აი არ ვიცი რაღაცა 1-2 თვეში ავიღეთ ეს მელოდიაში შევედით და ეგ ალბომი ბევრმა არ იცის Clear and Cold გამოდის სხვა შორის ხო და ვიცი მაგეთ მივყავდა რა იმიტომ რომ პრეტენზიები მაქვს ანუ it's not all right იცი რაზეც უნდა გავატრაგო რა ასე არა ბიჭო რიმასტერი მოსულა ხო მაგრამ რაღაცები გადაგიწერიათ არა ვაფშე არ გადაწერეთ no გიტარა კომა გიტარა გადაწერილი ოღონდ არ არის აბა то есть ყველაფერი იგივე არის გიტარა რომელიც იყო ეს რომელსაც მიყავს თემა ადგილებში იყო ძალიან ცუდად out of tune იყო რა out of tune იყო და იცი რა იყო კიდე ეს ეს ხო დავკარგეთ ჩვენ original tape რა და იყო კასეტაზე ხო და კასეტა იყო რაღაც ადგილებში გაფუჭებული რა ხო და ამის გამო ეს გიტარა იყო ჩავარდნილი იყო ადგილები რა და ლევანმა просто აიღო და ჯერ რაღაცა გამოკრები დავადეთ რომელიც ჩავარდნილი იყო რა რომ ეს გამჩდარიყო რა ეს ხაზი გიტარას რაც მიყავს არ იმუშავა მაგრამ შეცვლილი არის არანჟი არა ვაფშე არაფერი შეგვიძლია ჩემთვის შეცვლილი მე მაგას დიდი შეიძლება მასტერმა რა დასამალია რომ იყოს რაღაც რეალურად აი ცირა რაღაც გეუნები რაც კომაში გიტარა იყო out of tune იყო ცოტა out of tune და მე გადავწყვიტე რომ რადგან out of tune იყო ეგ მოაშორეთ ეგ გიტარა სხვა რაღაცა დააწერა მაგის გამო უფრო არ გავაკეთე იმიტომ რაღაცები ბევრი არის ეხა იქ out of tune კი არა და ჩემი ვოკალიც ვერ ვიტყვი რაღაცები მომწონს ეგ ვოკალისტის პონტია და დამიჯერე ეგ ვაფშე არ გიკითხება არანაირი პრობლემა არა ეს იმინა ცუდად ჟღერდა რა მოსასმენად იყო ცუდი რა
Clear and Cold-ის პირველი კოპია უკვე შეთანხმებული არის, რომ ჩემია. ხა? ხო, ნასტასთან. Of course. ნასტასთან ჯაწყობილი მაგ. ხო, მაგრამ გაჩუქებდი. კოპია როგორ თუ არ გამოდის ფირფიტის ფორმატში. բայց არ გამოდის პირიქით. არა, გულისხმობს როცა გამოვა პირველი კოპი. როცა გამოვა, მაგრამ ჯერ არ არის ეგ. არა, ეხლა ვაკეთებ ეხლა ნასტა გაგულახავს ამის გამო რომ იძახით რაღაცა არა, პირიქით, ძალიან არ გავხარდება რომ ამაზე ვლაპარაკო. არა, ხანდახან იმაშვებენ ხოლმე მაგ ინფორმაციას მალავე რომ სურპრიზი. არა, არაფერი თუ დასამალი. მალა არ უნდა გასთორო მაშინ. არაფერი დასამალი არა, მით უმეტეს და ნასტა აკეთებს რა. ანუ ეს არავინ არ არის კიდე იქ ვიღაც ჩართული რომ რაღაცა იყოს შესათანხმებელი. ის მეორე ალბომშიც არ არის რაღაცები შეცვლილი ფრენჩში? არა. რიმასტერში არაფერი? არ ვიცი, შეიძლება გვაჯემ რაღაცები შეცვალა. არა. მე იცი რა რატომღაც ეხა შეიძლება ძველ წერში ესე კარგად ვერ ხვდებოდი რომ მე გოგიმ რა მუსიკაც გააგრძელა თავის მუსიკაში უკვე მაქიდან ძალიან ბევრი რაღაც არის წაღებული. იმპურად ძალიან მოშ ხო და ადრე ამ ქონა ყურადღება მიქცეული რა საუნდებიან თემებიან რაღაცეები რა მაგრამ ეხლა რო უსმენთ რა მე და ლევანმა მოусმინეთ იმას Friends და სურვილი გაგვიჩნდა რომ ახალი მასტერი გავუკეთოთ კიდე იმიტომ რომ აი დაჟე ლენოს მასტერში რაღაცები არ მოგწონს რა და ლევანი ახლა ძალიან ერთობა ამითი ხო და ეთყობა და მაგით ევასება ხო ხო არ მე ეგ უკვე აი მასტერამდე რომ მიდის საქმე ოღონდ მორჩეს და მე ცხოვრებაში აღარ მოусმენ რა ხო ლევანს არაფერი ლევანი არის ძალიან ტექნიკალ რა აი ლევანს მაგალითად არ ევასება კომპიუტერთან ჯდომა ხო აი просто არ არსებობს რა იმიტომ ვერ გავაკეთეთ ახალი რაღაცეები იმიტომ რომ მე არ მქონდა ამის ნავიკი შევიკრიფეთ ერთი ორი წლის წინ წადეთ რა მე არ მქონდა ამის ნავიკი გოგის ვაკეთ იქით დადიოდა ხვდები და თავის რაღაცეებში შეჩართული და გასაგები და ერთ-ერთი გამოდიოდა რომ ლევანი იჯდა კომპიუტერთან რა და ეს ტექნიკური მხარე ლევანზე იყო რა და ვეღარ აკეთებს არ მოწონს ეს და სხვა რაღაცაზე გადართული რა იმპროვიზაცია ევასება და ლაივში პირდაპირ მიყვებოდა რაღაცა პროექტი ხო აქვს სამწუხაროდ ვერ ვიმახსოვრებ ძალიან ბევრი აქვს ანუ რაღაც რო ჯემაო 9-დან 15-მდე ბენდი ყავს ხო და ის სულ ვიღაცებთან და ნუ გამოდის რომ ბენდებია რა ეს არ ის რა ქვია მოდი რო არაურიოთ რაღაცები ეს ფრაგმენტულად რო არ იყოს ეს პერიოდულად რო გამოვყვეთ თქვენი პირველი ჩანაწერის მერე რაც გააკეთეთ ეს Clear Cold-ი მერე რა ხდება ანუ აი კონცერტები რაღაცები ჩვენ მე პირადად პირველი მანამდე კასეტაზე მყავდი მოსმენილი და იმაზე მარგარიტაზე მახსოვს შენი მწვანე კომბინეზონი და მწვანე წითელი თუ წითელი კომბინეზონი იყო წითელი თმა წითელი რაღაცა შეიძლება ვცდები მწვანე კომბინეზონი მწვანე ისე მახსოვს თმას მწვანე მქონდა მაგე რაღაც შეიძლება აი აქ ქონდა შეღებილი პატარა ნაწილი ძალიან ცუდად მახსოვს და ძალიან ეფექტური იყო მაშინ ეხა ხო აღარ ვაქცევთ ეხა ხო ჩაცმაზე და ვიზუალურ მხარეზე უკვე ძალიან ისეთი გახდა ანუ ყველა რაღაცას თავისას ცდილობს და ადრე იყო შავ-თეთრში და მაკლია ეგეცი ხო მე მინდა რომ იყოს რა დღევანდელობაში ხო დღევანდელობაში პირიქით იმდენია რომ აღარ არის გამორჩეული აღარ არის ამოვარდნილი არავინ აღარ არის იმიტომ რომ გაფერად და უკვე და ადრე იმ შავ-თეთრში ჩვენი მაქსიმუმი მაშინ რაც იყო თქვათ რა ну რაღაც ისე ბათინკები და დახეული და ბრიტვები დაგვეკიდა და გრძელი თმა ქონოდა ძალიან და ბევრი ყური გაგვეხრ ბევრ ადგილზე გაგვეხრ და უცბად მაგ დროს ეს რაღაც კომბინეზონების ახალი ის იყო შემოსულად რაც არის და ალექსა გახსოვს ალექს ფოტოგრაფ ალექსას ეცვა კომბინეზონი და შემწვანე კომბინეზონი და ეს მწვანე თმა იყო სასწაული აი ძალიან კომბინეზონი მახსოვს ხო მე რასამაც დღეს მაკლია სტაილი ცოტა რა ლუკი ბენდების რაღაცნაირი ისეთი არის რა ძალიან casual გეთახმები შენ რა რომ casual ანუ ყოველდღიურად აცვენ მეც ადრე აი 20-25 წლის კონცერტისთვის ვიცმევდი ხო და აი მენად ეხლა აი გავდივარ რომ სახლიდან ხო ძილით რომ ამოვიცმევ და მივდივარ კონცერტზე მე ვიხდიდი შენი ხდიდი ხო ბიჭო ეშმაკის ფორმა გააკიდე როდის ჩაიცმევს აი ერთი დღე დავთქვათ და ჩავიცვათ ისა რა ქვია კაი ეხლა მე გადავახტივ მარგარიტაზე რომ უბრალოდ რაღაცა ჩემ ახმაში პირველ საიდან მახვედი და აი პირველი კონცერტი რა ქონათ ისეთი პირველი კონცერტი ავიცი როგორ ცუდად მახსოვს აი გავიხსენოთ როგორც გაგვახსენდება ერთ-ერთი კონცერტი მახსოვს იყო აი ქვე სადაც ხორობდნენ გოგი და ლევანი იყო რაღაცა ნანგრევები რა ხო მანდ იყო Clear and Cold is რეალურად დიდი პუბლიკა ესე იგი მარგარიტა იყო თუ მანამდე კიდე რამე იყო ესეთი მოზრდილი პუბლიკა აი იცი რა ბელი კონცერტი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძალიან კარგი რა რაც მახსოვს და არსად არის დაფიქსირებული რაღაცა მეც გამახსენდა
ყაზბეგი იყო ესეთი კლუბი გახსოვს? ყაზბეგი მახსოვს, კონცერტი არ მახსოვს თქვენი. კიდე ეს იყო. ის რო იყო fashion რაღაცა. ავანგარდული მოდის ანსამბლე. ეგ იყო კიდე. და აი ყაზბეგის კონცერტი იყო ყველაზე კარგი. რაღაც ვიდეო რაც არის, ეგ სად არის? რაღაცა ლაივის. არა, რაღაცა დარბაზში არის და ირაკლი ჩაზგაინც ეკმავს. ეს იყო ცია კონცერტი. ირაკლისთან ერთად გავაკეთეთ პიონერთა ის რო იყო რაღაცა სასახლე. ხო. ერთადერთი ვიდეო ეგ არის, ხო? ხო, ეგ არის. იმისი არ არის ყაზბეგის რაღაცეების, ეგეთ მაჩვენებელი. ყაზბეგის არ არის, ეცია კარგი იყო, იმიტომ რომ თან ვიზუალი გავაკეთე. და გიჟევი დარბოდი ვეძებდი იმას რა, ესტრადას. ესტრადა, ანუ ეს ამაღლება რა, რაზეც უნდა დადგე, იმიტომ რომ არ ქონდათ სცენა. და მესვრის ქონდა რომ მომღერალი უნდა იდგეს სცენაზე რა, არ მომწონდა რომ ერთად. ხო, რაღაცა ის მოთხოვნილება მაქონდა რა. დავარბოდი თეატრებში და ყველგან რომ ვეძებდი ესტრადთან გავიგე რომ თქვი რა ქვია ამ შტუკას და ქვია ესტრადა. იცი რომ პირველად გავიგე რომ ესტრადა ქვია. ხო, ესტრადა ქვია რა. იმიტომ დავარქვით მე მედელეონო ბენს ესტრადა. იმიტომ რომ ესტრადასთან ამის საერთოდ. და ვიღაცებს გონიათ რა ხო? მე მაგ პონჩი მეგონი. არა, ესტრადა არის ამაღლება რომელზეც გამოდის. იცი რომ მე ესტრადას კონცერტზე ვარ ნამყოფი? მართლა? ელიტ კლუბში. ხო, იმაში. ხო. აი მოდი ახლა კიდე ქრონოლოგიას მივუყეთ. მაგის მერე თქვენი მოსკოვში რუსეთში წასვლა როდის ხდება რაღაცა ეგ პერიოდი? მოსკოვში წასვლა ხდება, აი როცა ჩავწერეთ Clear and Cold-ი. და სადღაც აი ეს რამდენიმე თვეში წავედით მოსკოვში. ხო, რაღაცა ისეთი იდეა გაჩნდა რომ ანუ ფრენცამდე წავედით იქ. ხო, წავიღოთ სადმე რა და მოდით სადოთ რაღაცა თუ გახსოვს რამე ის შენი ის გოგი ხო მოყვა თავისი გადმოსახედიდან შენი გადმოსახედი მაინტერესებს ეგ ტრიპი აი გოგიმ რაც მოყვა მაგათი ნაწილი რა სადაც დადიოდა რაც ამწეკრანები ესენი ეს მე არ ვიცი დრამა მთელი ხო მე ჩავედი უკვე მერე მოგვიანებით რა და ქონდათ რაღაცა საერთო საცხოვრებელი იყო ესეთი გაჩერება იყო სტუდენტჩისკაა მეტრო სტუდენტჩისკაა მანდ იყო რაღაც საცხოვრებელი და ამ საერთო საცხოვრებელში აი დაახლოებით აი ესეთ ოთახში ცხოვრობდით ყველა ერთად როგორ ვეტელოდით არ ვიცი ეგ რამდენი გაქაჩეთ არა ვიღაცას მე ყავდათ ნაცნობები და ესე პერიოდულად იმათთან რჩებოდნენ ხოლმე რამდენი ხანი გავქაჩეთ მანდ არ მახსოვს მანდ ვიყავით რაღაც პერიოდი და მე უკვე იცი როგორ დავიშალეთ სხვა ადგილებში ცხოვრობდით რა ვინ როგორ მოეწყო ლევანს გაუჩნდა ვიღაცა გოგო რომელიც იყო გრუპი და ჩვენ დაყვებოდა ეს რუსი გოგო იყო ოლა იმასთან ცხოვრობდა ლევანი მე გავიცანი ვიღაცა ორი ტიპი ცოლქმარი და მაგათთან ცხოვრობდა ესეთი მეტრო იყო ტაგანსკაია მახსოვს ასთან უკვე ხო, აი ესე რა რაღაცა გაფანტულად რა. ისე ჩარკვიანი მაგ პერიოდში ხდება. ჩარკვიანი ხდება მაგ პერიოდში, ზუსტად დაემთხვა რომ მაგ პერიოდში იყო ჩამოსული ჩარკვიანი. ჩარკვიანი ცხოვრობდა სადღაც მახსოვს даже დასახელება ერქვა რიჩნოი ვაგზალ. საკმაოდ შორს იყო რა. ხოდან მოკეთ აი ესე დავდიოდით ერთმანეთთან. აი ეს შემთხვევით გადაეკვეთეთ თუ არა, შემთხვევით არა, ვიცოდი რომ იქ იყო და ჩარკვიანთან აქტიურად მანამდეც ჰქონდა შენ კი, მანამდე მქონდა. იცნობდიან. კი, იმიტომ რომ დავდიოდი მაგასთან სახლში, ეგეც მოდიოდა ზოგჯერ ჩემთან, რაღაცა დაბადების დღეზეც იყო ჩემთან. რაღაცა აქტიურად და მე იქ ჩამეგობრდით რეალურად. даже ვერ ვიტყვი რომ ჩამოგე უკვე აქ მეგობრობდით რა და იქ უკვე იცი როგორ რაღაცა იყო მე კიდე ის იყო ჩარკვენმა მოიგონა რომ MTV-ისთვის ფილმი უნდა გავაკეთოთ რა მე და ესე მოვიგონეთ რომ უნდა დავჯდეთ აი ესე და ვილაპარაკოთ მუსიკაზე რა ანუ პოდკასტ ხო რაღაც ზმუკი მოიგონა ხო დაახლოებით ზმუკი იყო რა და ეს ჩაგვეწერა გველაპარაკა ჩვენ თავზე საიდან ვართ იმ მდგომარეობაზე მუსიკალურზე რომელშიც ვიმყოფება ის ქვეყანა საიდანაც ვართ და ნუ მოკლედ ეს გვინდოდა MTV-ში გაგვეშვა სხვა შეს ეს ჩავწერეთ VHS-ის კასეტაზე ეს კასეტა დაიკარგა აუ ეგ კასეტა მაგარი იქნებოდა ძალიან მაგარი იქნებოდა ხო თან რაღაცა ძალიან სილი იყო რა რაღაცებს ვაკეთებდით თვითონ ვცდილობდით რომ იყოთ ორიგინალურები თუ რაღაცა და რაღაცა კამფეტებს ვესროდით ერთმანეთს დარწმუნებული ვარ რომ გამოიპრანჭეთ გადაღებისთვის ხო ნუ როგორ შეგვეძლო იმ მომენტში გამოპრანჭო ირაკლისაც უყვარდა რა კი ხო აი ირაკლիս ევასებოდა
რაღაცა მომზადება იმისთვის შოუსთვის რა მახსოვს რა ისიც მოწონდა დაგვიანება რომ ეს entrance ხო იცი ყველა რო გელოდება რა anticipation რო არის უკრავდა ირაკლი თუ მოსკოვში ირაკლი კი ქონდა კონცერტები 1-2 კონცერტი ქონდა მახსოვს აი მე რაც მახსოვს და მე ესე არ ვიცი რამე სოლო წერდა იცი ბევრს წერდა ბევრს აი მე დავარქვი მაგის მოსკოვის პერიოდი რა აი ეს მოსკოვა რო აქვს მოსკოვის პერიოდმა რა მოიტანა რა ალბომი მოიტანა სვანსონგი უკვე ჩაწერილი აქ თუ ჯერ იცი მოსკოვის პერიოდში გეტყვი არ არის ალბომი მოტანილი არის სიმღერები დაწერილი რომელიც მე ესე მგონია რომ გაანაწილა სხვა ალბომებში შეაგდო რა რაც მე ვთვლი რომ არასწორი გააკეთა რა უნდა გაეკეთებინა მე ვაში მევასება აი ბენდებს დავაკვირდი აქ თქო მე ბერლინის პერიოდი რაღაცა ლონდონის პერიოდი რაღაცა და ძალიან cool მომწონს ეგ ვაფშე პონტი რა დაფიქსირებული რო და აი ეს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა მე მგონი ნუ მე მგონი რა ფაქტია რომ არ გააკეთა სიმღერები არის რაღაც აი ესე შეგდებული ეს ლავიზოლ მან ფენის თუ ლავიზოლი მან რო ერთ-ერთ მისვლაზე ესე ერთხელ დაუკარით ჩვენ კონცერტი მადრონმანდე და შანსი იყო რომ ეს ძალიან კარგად ჩაგვეწერა რაღაცა ძალიან ისეთ კლუბში იყო სადაც ძალიან ჰაი-ტეკი აპარატურა იყო რა იმ დროისთვის ჩვენთვის განსაკუთრებით და ნუ შანსი იყო რომ ლაივი კარგად ჩაგვეწერა რა და სერიოზული ფაკაპი იყო რა არაფერი არ წავიდა რა არ წავიდა ნუ ვიღაცა მაურია არ აქვს მნიშვნელობა ვინ მაგრამ აირია რა ხო და ნუ ვერ ჩაიწერა то есть ეს შანსი გაიმარჯვა და ნუ მე რაღაცა ცოტა ისეთი განერვიულებული ათხრილი და ირაკლიმ წამოდი ჩემთან და დავრჩი ირაკლისთან რა და მაგ საღამოს რომ მივედით რაღაც ეს მასმეინებდა ლაპარაკობდი და ეს ლავიზოლი მომასმეინებდა ვინც არის ის ლავიზოლ არის ირაკლი ჩარკვიანის და მადრონ მანდესის დუეტი თუ შენი რეალურად ხო მადრონ ნუ დაწერილი ირაკლისია ხო დაწერილი ირაკლისია და ეს ლავიზოლი მომასმეინდა მახსოვს რომ ძალიან მომეწონა რა ერთ-ერთი ისეთი იარკე იყო რაც მომასმეინდა იმ პერიოდში ხო და მე რო ჩამოვედით ეს უკვე გადავახტე პროსტ ეს ლავიზოლი რო დავასრულოთ ეს არის 94-95 და კაკრას დარეკად თქვა რომ 3 ტრეკი მინდაო გავაკეთო აი ეს შენ აფრენ ერთს აკეთებდა რაღაცას ნანი ბრეგვაძესთან ერთად უნდა გამოსულიყო სადღაც არის რაღაც ისტორიას დარჩება ხო ნანისთან ერთად ხო რაღაც ლაივში ყოველ შემთხვევაში კი და თქვა რომ მაგისტრის მინდაო გავაკეთო ახალი არანჟირებაო ხო ძველი ტრეკის და მე მითხრა რომ პახოდო ისიც გავაკეთოთო ლავიზოლი ხო მოგეწონა მეთქი მაგრა და ჩავწეროთო და ეს 3 ტრეკი გავაკეთეთ ერთად რა შენ აფრენ ლავიზოლი და აი ეს ნანისთვის არც მომისმენია გააკეთეს თუ არა მე ხო მე რატომაც ეს შენ აფრენ თქვენი პროდუქშენია მე ლევანი და ირაკლი ოკეი მოდიოდა ჩვენთან იმიტომ ქონდა ჩვენ მაშინ ინცელა სინტეზ ერთ სინტეზატორზე ყველაფერი გაკეთებული ეს ენსონიკი ქონდა ყველას I'm in Sonic the გავაკეთეთ და всё that was it აი სამი ჩავწერეთ ხო აი მოგეთ ლავიზოლის ისტორია ეგ არის და მოსკოვში მე დაიწყო იცი კარგად წავიდა ძალიან მოსკოვში რა მე ვთვლი რა ჩვენთვის ხო ძალიან ფანი იყო ეხლა ბევრი კონცერტები არ ქონია მაგრამ რაც ქონდა საკაიფო გიგები იყო და მე დაგვპატიჟეს კიდე ლენინგრადში და მე მოსკოვში კიდე გამიჩნდა ესე რა ქვია გოგო დანსერი ტიპი რა ძალიან საკაიფო ლუკი ქონდა ცოტა ისეთი ჯიმ მორისონის სტაილი ქონდა და მთხოვა რომ თქვენთან ვიცეკვებოდეს მომეწონა იდეა თან ამგდები იყო და ესეთი იარკი ტიპი თქვენ ერთად მოძრაობდა ხო და მე და ეს ტიპი ნუ რაღაცა ძალიან ვახურებდით რა იმიტომ რომ ისიც მაგიჟებდა და მეც აქედან და ძალიან ფანი იყო რა ძალიან ფანი იყო და ვაში მევასება ეგეთი რაღაცა ხო შენ იმპინო პერფორმერი ხარ თან ხო რა ვიცი აი ხა არ ვიცი რა ნუ თავის დროზე რაც იყო ეგ იყო ხო გამორჩეული მეგონი ეხლა შემელია ჯერ კიდე გავისროლ კი let's see I don't know ჩვენ ვაპირებდით რაღაცის გაკეთება ხო სანამ აი რა დასამალი რა სანამ გამოვხიზდებოდი ერთი დღით ადრე იყო ჩემთან მოსული კაკრას მახსოვს გიყვებდი რომ ხვალ რიჰაბში მივდივარ თქო რა რომ მე გავაგზავნოთ თქო რა და ის მე ეხა ხო რაღაცა ისეთი პერიოდი ქონდა მითხარი რაღაცა transitioning ხო არა რა პრობლემა არა და რანაირად დაივიწყეთ ეგ ბიჭო მე
ბევრი რაღაცა მოვიარე რა. შენი ბაზა მუსიკოსის გენაცვალი და ეგ გამაზე რა გქცო. კომაზე რა კომპიუტერში მაქვს მასალა. შეიძლება მაგ გავაკეთე კстати. ხო? ეხა ვაკეთებ. მე მაგაზე მე ვილაპარაკოთ ეხლა დღეს რა საკეთებ. აი მე იქიდან მოსკოვიდან წამოხვედით რაღაც პერიოდში. მოსკოვიდან წამოვედით და ხო თბილისში დავბრუნდით ეს იყო 94 წელი. და ეგრევე ფრენცის წერას იწყებთ. ეს ხო ფრენცი. არა, ფრენცი უკვე იქ წერდით მოსკოვში, რა, ხო. მოსკოვში დაწერილი სიმღერებია ბევრი. და ფრენცი უკვე ჩავწერეთ, როგორც ეგ გაფანტულად სტუდიაში არა რა. ვიღაცებთან დავდიოდით. ვიღაც ტიპებს, აი ეხა ხო არიან ვიღაც ტიპები, არანჟირებებს რო აკეთებენ თუ რაღაცა რა. აი დაახლოებით ეგეთი რამე იყო. ონეც არანჟირებები ჩვენ ათქონდა ქონდა რა, просто ვიყენებდით იმათ რაღაცა ერთ-ერთი იცი ვინები იყვნენ, აი ეს რაღაცა ჯგუფი რო არის სახე. დათო ქვია, დათო ფორჩხი. აი მაგასთან ვიყავით მახსოვს? და მაგათ ქონდათ რაღაცა სინთეზატორი, ესეთი საკაიფო რა. და იმათ სინთეზატორებზე აკეთებდი. იმათ სინთეზატორზე. აი და იმის გამო რომ სხვადასხვა ტიპებთან დავდივით რაღაცნაირი აი ესეთი ის არის რა გაფანტა საუნდი, მაგრამ ეგ მაგარია. ხო, მე მომწონს ეგ იდეა. და ესე გამოვიდა რა, ბუნებრივად. მე საერთოდ მიყვარს, როცა ალბომში არ არის ერთნაირი სიმღერები, რა, ერთი ჟღერადობა რო არ არის, რა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ეგ. მე ზამევასება ეგ, მაგრამ ყოველს არ შეუძლია ამის გაკეთება. იმიტომ რომ ის არის რა რთულია. თუ იცი, თუ აკეთებ ერთ პერიოდში. ხო, შეიძლება. არ ვიცი, იცი რა, ერთი ბენდი როცა უკრავს, აი ლაივში როცა უკრავ, მაშინ რთულია. მაგის გაკეთება. თუ კომპიუტერში და აი პროდაქშენს აკეთებ, მაშინ შეგიძლია შეცვალო, იმიტომ რომ ბენდს მაინც ერთი საუნდი აქვს რა. ხო, ბენდს აი სურო სხვადასხვა ინსტრუმენტებს დაუკრა, მაინც ერთი საუნდი აქვს რა, დრამერს, რა დრამზეც არ უნდა დასვა, ის საუნდი აქვს რა. აი მეც ეხა რაღაცებს ვაკეთებ რა და number 1 მაქრო ერთი მეორეს არ გავდეს რა. იმიტომ ძალიან ხშირად ვიჭერო ემსგავსება. ჩემ მეგობარს ქონდა ესეთი იდეა რა, ადრე და მე სხვა გააკეთეს ეგენი რომ ალბომში აი თქვა 10 ტრეკია და 10 პროდიუსერს რო გააკეთებინო რა. თითო ტრეკი თითო პროდიუსერმა რო გააკეთოს რა. ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ მაგის ლაგჟერი ვის აქვს? რეალურად სიმღერაში უხდი პროდიუსერს. საქართველოში ყავს ეგეთი 10? ჩვენ რეალობაში უფრო შეიძლება გააკეთო ეგ. აი ვისთანაც გინდა რომ იმუშაო 10 ტიპი. რომ იცი შენი ტრეკი რო გაგიკეთე. რამდენად მოგწონს? არა, მაგაზე არ ვსვი, ერთს ვიხსენებ რა 10. მე ვაფშე პროდიუსერის გარდა კიდე მიქსერებიც მინდა რომ ყავდეს. ერთი ტრეკზე სხვა მიქსერებმა იმუშაონ. ეგეც მაგარია. მაგრამ მე ეგ ხოც არ მესმის მიქსერის გაგება, რაზღულის ხო, იცი? ანუ ესეთი ესეა მიღებული ტრეკს ჩაწერ, უგზავნი მიქსერს, ტიპი ვინც მიქსავს. სვიდენიას ვინც აკეთებს. და ის გიგზავნის რა, თავის ნამუშევარს და მადლობა ეონები და ეგ შემდის გაუგებარია, იმიტომ რომ მე რო სიმღერას წერ, ზუსტად ვიცი როგორ უნდა ჟღერდეს და ვერ შანსი არ არის რომ დაემთხოს ჩვენი წარმოდგენა რა. და აი ეგ ნდობა არ მაქვს მიქსერებს. მაგრამ ეგ ტიპი არსებობს ისე ზოგადად ეგეთი რომ აი ეგრე გვაჯი არის, ოღონდ მე რა ვიცი, ვზივართ ერთად და ვაკეთებ. არა, ვინმე შეიძლება არსებობდეს სამყაროში რომ ეგრე ინდო რომ აი მიცეს უბრმად და რასაც გააკეთებს. მარტო სახელის გამო. მეტი არაფერი. ხო, მე მაგალითად ჩემთვის ესთეტურად რო ემთხვეოდი რაღაც. მე მომწონს ეგ. მაგალითად მე მაგალითად როგორ მივდგებოდი, იცი, მაგას მე მეკეთებოდი ჩემი მიქსი გაკეთებული, რომელიც მე მომწონს. მაგრამ მაინტერესებს კიდე გააკეთოს, იმიტომ შეიძლება რაღაცა მე ვერ გავიგე რა. ან შეიძლება უცბად რაღაცა ისეთი გამიქსოს ისეთი. ხო, მაგრამ ეს ხო რაღაცა ქავერია უკვე, იმ ვიღაცამ გააკეთა შენი ქავერი რეალურად. არ არის ქავერი. ქავერი არა, რაღაც engineering-ი არის ფაქტიურად რა მეტი. არა, როგორ არ არიან ტიპები, რომელიც მაგრამ მევასება რა, მაგრამ ნუ ვინა? ბუჩვიგი და ენდი ვოლასი და ძალიან ბევრი ის არის, რა ქვია. ნაიჯელ გორდრიჩი და მე რო ვიყო ეს აქტიურად ჩართული ტიპი სულ ეგრე გავაკეთებდი. არ ჩაერეულდი, ხო? არა, მე გავაკეთებდი ჩემ ვერსიას ყველაფრის, რაც აი ამოვწურე და ვთვლი რომ всё. ვერაფერს ვეღარდებ. თუმცა ხა გონია რომ მე ბევრ სხვადასხვა ტიპებს, რომლებსაც დაველოდებოდი რა მოვიდოდა. ეგ სწორი მიდგომა მგონია საერთოდ რომ ტიპს რო ქირაობ, რა ენდო. აი მე მაგალითად მუშაობ პროდაქშენზე ხან ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ არჩევით უკეთებ ხალხს პროდაქშენს. მე არ ვიყავ მიქს, არ ვაკეთებ და მასტერს, მაგრამ პროდაქშენს უკეთებ ტიპებს რა. და თუ ვატყობ, ანუ წინასწარ ველაპარაკები, რომ თუ რამე იდეები გაქვს,
ჩვენ ვერ შედგება ჩვენი ურთიერთობა რა. ანუ თუ მაძლევ გავაკეთებ. დაჟე ესე. ძალიან ცნობილმა ესეთმა established artist-მა რაღაც პერიოდის წინ მითხრა რომ აუ მოდიო რა გამიკეთებ რაღაცა ზუსტად ვიცი რა მინდა. მეთქი არ მცალია ბოდიში. ანუ ეს ზუსტად ვიცი რა მინდა ჩემთვის ანუ არ არის საინტერესო. ანუ შენი მიდგომა my way or highway. Exactly. I don't need it. ანუ მე ვერთობი მაგით რა. არ მჭირდება ამის კეთება რა. გასაგებია. გინდა შემოგთავაზო რომ მოწრუპო? კი, სიამოვნებით მოწრუპო. მადლობა. არ მალე ვინებს. არა, შენ ჩაი გაგვისხი. აჰა, კაი. რომი შენ ჭიქა? ეს ამაში რო ჩაინოკ? დავაი მაშინა. შენ ვიდან დალა? მე არ მინდა. შემოგთავაზო. ეს მე იცი რა ხშირად მსმელი ვარ და ეს ცოტათი რო დავიწყეთ ზმუკი და სპონსორად რო შემოვიდა Forcewood-ი, მაშინ Artford-ი. ეს გალოცდა. ნუ ყველა საერთოდ წრუპავდი თან აქ შუა დღეს და დილის საათებში რო იწყებ კატასტროფა. ჩვენ რო დავიწყეთ დღეში 2 გადაცემას წერდით. და ბრიდებოდით. ესე იგი მე მთელი დღე ვსვავდი. ძალიან ვიღლებოდით, მაგრამ სხვადასხვა ძალიან კაი გადაცემები გვაქვს ჩაწერილი ეგრე. უბრალოდ ვიწყებდით 12-ზე. ნუ მაშინ კიდევ უფრო მეტი დრაივიც გქონდათ. ალბათ. რაცა რაღაცა ფრეშერი უფრო მეტი დრაივი არის. ხო. ხო, მაგრამ მოსასმენად ეხა უკეთესი არის რეალურად. თუმცა რა ვერ ვიტყვი რომ ეხა რაღაცნაირად დამივარდა. რეალურად სტუმარზეა დამოკიდებული. ჩვენ არ ვართ ინტერვიუერები, ხო? რაღაცა ჩვენ წარმოგიდგენია რომ ზივართ და ჩაიზე, აი როგორც ვიძებოდით და ესე ვლაპარაკობთ. ნუ ეგეთიცა, ეგეთი ფორმატია, ძალიან casual. და ნაჯინგს კი ვაკეთებთ, მაგრამ სადღაცას მოგეთხოვება ხოლმე ხალხის გარო, აი რაღაცა იქ კორექციებს გვიკეთებენ. ახლა რეალურად პროფესიონალები რო ვიყოთ ამ ბის წამყვანები რო ვიყოთ, მოგეთხოვება და არ ვიღებ მაგ შენიშვნებს ესე დიდად, ხო? როგორც შეგვიძლია ისე შევ. დაჟე არც ვიცი რას ნიშნავს. რაღაცას რო კარგად აკეთებ უკვე პროფესიონალი. ნუ აი სადღაც იმის კულტურას გთხოვე რომ მოსმენა უკეთესად შექეძლოს და აი გაითვალისწინო და არ გაარჩერო და ის ხნა და ეს ხნა და ფეხი არ დადო და ის არ ხნა და მოკლედ რა რაღაცა კლასიკურ ფორმატს გთხოვე რეალურად კლასიკური ფორმატი არ ვარ. უი, ის არა ხო დღეს ჩვენ გქონდა ესა რა ვთქვით რომ 10000 გამოწესდა რომ ალბათ ლაივი უნდა გავაკეთოთ რა და დღეს უკვე სერიოზულად აგვორდა მაგაზე ლაპარაკი რომ ლაივი უნდა გავაკეთოთ და უნდა გავაკეთოთ. ანუ ვერ დავთქვათ იმიტომ რომ ადგილზე უნდა ჩამოვყალიბდეთ სალია თუ არა ნუ სავარაუდოდ მაგრამ რაღაცა ერთი არაკში ორი იქნება თვის შუალედში არც კი ალბათ ერთ თვეში იქნება თვე ნახევარი მაქსიმუმ ხო და ვეცდებით თვე ნახევარში რო იყოს ტყუილი გამზადები არ მიყვარს რა თან მე არ მიყვარს ტყუილა მე რომ მოლოდინი შევქნა და ვერ გავაკეთო და რატო ვერ უნდა მე რაღაც კომპლექსი ანუ ზოგადად ანუ ხო და არ ვიცი თქო ჯერ რომ ადგილი არ გვაქვს სივრცე არ გვაქვს ხა რას ვთქვი დღეს ის სივრცე იმ სივრცეს აქვს თავისი განრიგი მე ადრეს ხო ვკითხე რაღაცაზე და მითხრა მაშინ რაღაცა თარი მაგრამ ძალიან ისე დრო ის მე უკვე რომ თავის მან ამიტომ ხო და ეს ლაივი როგორ გინგაკეთეთ აი ბენდები დაპატიჟოთ ეს არა ლაივი ზმუკის ლაივი აი ხო გინახია ისენი რა ქვია პოდკასტები ლაივში გადიან თეატრებში მე რა ვიფიქრე იცი რომ ვინც ყავდათ სტუმრები მოწეული რაღაც სელექშენი და იმათი ლაივი ეგეც შეიძლება არის სამომავლოდ რა მაგრამ ჯერ გვინდა ალბათ ორი სტუმარი გვეყოლება აი ბრეინსტორმინგოთ ვაფშე რა ესეთ რაღაცას ვფიქრობთ რა მე იდეა თუ გაგვითხარ ესე როგორც ვართ რომ აი ეს გავიტანოთ სცენაზე და ორი სტუმარი ყავდეს ისეთი ორი სტუმარი რომელიც ნუ ერთმა მაინც რომ დაუკრას იქ მეც დაუკრავ მაგრამ ესეც კარგი იდეა არის აი რაღაცა selected artistები რა თქვენი გესტებიდან კი ხო დაახლოებით ვიცით ვინც იქნება პროექტს ვფიქრობთ არსებულიდან და ლაივები თქვა აი რამდენიმე ბენდი ერთი ლაივი მეორე ბენდი რამდენი ის ლაივი ზმუკი ფესტ რაღაცა ლაპარაკის ფორმატი რო იყოს თქვა 20 წუთიანი ნახევარსაათიან ერთი რაღაცა 20 წუთიანი ნახევარსაათიანი არა ეს ამას რომ პირდაპირ ლაივები რა პროსტო ფესტივალი ეგ სხვა გეგმა არის კიდე მაგის ცალკე გეგმა არის მე ვაფშე ფიქრობდი რა მაგარი იქნება საქართველოში რო გაკეთდეს აი top of the pops ფორმატი რა ნუ აუ რა მაგარი ეგ იმიტომ ძალიან დაეხმარება ინგლისშიც აღარ არის ხო ინგლისში აღარ არის BBC-ზე იყო ხო მაგაზე გაიზარდა რაღაცა 2006-ში თუ რაღაცა ძალიან დიდი ხნის წინაც არა მე ძალიან მაგარია. მან ეგ იყო კაცი ესეთი გადაცემა იყო ჩარტებში ათეულში რაც ვინც ხვდებოდა ლაივი არის ლაივები იყო. არის ჩართული იყო. არა ფონოგრამაზე. ნუ ფონოგრამა ჩართული იყო. ვოკალი იყო ცოცხლად, იმიტომ რომ მაგას მოყვევი. ალბათ backing track-ებიც იყო. ხო, backing track იყო და ვოკალი იყო და გამოდიოდა ვითომ ლაივის პონტი არის რა. და ეს გადაცემა იყო ესეთი.
და Nirvana-ს Top of the Pops-ის ნანახი გაქვს? Nirvana გამოვიდა თქო. Nirvana გამოვიდა Smells Like Teen Spirit-ით რა. და მოიცა ამერიკელი არტისტები გამოდიოდნენ თქო. კი ვინც ჩარტებში ხვდებოდა რეალურ top 10-ი. ბრიტანულ ჩარტებში ვინც ხვდებოდა. ხო რა. ოკეი. და Top of the Pops-ზე რომ გამოვიდა რომ გაიგეს რომ backtrack-ით არის დასაკრავი, მაგარი პროტესტი ხონდათ, გაატრაკეს, იასნია, არ დააკვრევინეს ისე და გამოვიდა და ოქტავი დაბლა იმღერა. და ინსტრუმენტებზე არ უკრავდნენ და მაიმუნობდნენ. რომელი ტრეკი? გახსოვს? Smells Like Teen Spirit. ოკეი. და ეს ამგავს load up on guns. Вообще მე მთვლი რომ ვინმე რო ააგოროს ეს ჩარტების სისტემა და showcase რო გააკეთოს აი ესე კვირეული არტისტების live-ში, ვით ჩარტებში მოხდება ძალიან. ძალიან ცუდი მუსიკა იტრიალებს. რა მხრე? ჩვენთან რო მოხდეს ბრეტებანი. მე მაგ ჩვენ გვაქვს YouTube რა ქვია სტუდიო. ესეთი API არის. Backend-ს ხედავ შენი არხის რა. რა ხდება, ვინ უყურებს, რა კაცი უყურებს, ხალი უყურებს, რა ასაკის, ყველაფერს ხედავ. აჰა. გიყურებ. და ბოლოს არის trending. რა არის ეხა trend-ში? ისეთი მუსიკა არის. ვაიმე. აი მაგის ბიჭო, ხომ არა, შენ ხო პოპულარიზაციას ამითი უკვე ეწევი ამ მუსიკის და შედარებით ცეცხლი. არა, ეგ ხო, მაგრამ ანუ რა თქვა რომ ჩარტებშიო, ეგ ძალიან რთული იქნება. და შენ ასე ბრალი. რუსული რომ რეპი გვევასება ერთს, როგორც ჩანს რა. რაოცნაურია. ხომ არა, ჩვენც ალტერნატიული მუსიკის თქვა. მაშინ ჩვენი ჩარტები გავაკეთოთ და არა ესეთი დათვლებით რა. ეხლა შეჩემ რა დათვლებით მართლა. ეითემატის მოგიწევს ეს იმის რიცი AI გოგოს ჩასმა იმ რა. მოსკოვში რო გალობს. ანუ გემოვნების პონჩი არის პრობლემა თუ არ არის არიცენ ბენდები. გონია რომ გემოვნების გემოვნება რა არიციან ანუ დაგუგლე რა. კი არა და ანუ რა უნდა რომ კარგ მუსიკაზე გახვიდე. ნუ Google-ს ის ვინც არის მუსიკით ცხოვრობს ვერ იტყოდი. ვიღაცები პროსტა აი რაც ხდებათ იმას უსმენ. არა, მასუკას უკვე მიუწვდება ხელი ყველაფერზე და კი მაგ ჯოჯოხეთი მოხდა. აი ჩვენთვის რო ის არის გახსოვს აი კაია კატა რო გავარდა და ვაიმე 5 მილიონი ნახვა აქ და აუ გავგიჟდი 5 მილიონი კონდა ნახვა ეგ მაშინ ახლა ალბათ 10 და მეტი აქ მაგრამ რო უყურებ რაღაცა საშინელებებს აი დაჟე უარეს გეტყვი AI-ს უსმენენ და ისე რომ ვერ ხვდებიან რომ AI არის და 20 და 30 მილიონი მოსმენა სერგის ტრეკი მოусმინეთ ისე AI-ს გაკეთებული ხა ბოლო კი ჩამიგდო ხო ესეთია საკმაოდ შტამბეჭდავია ვიტყოდი არა უბრალოდ მე ბოლომდე არ ვემხრობი AI-ს ესე გამოყენებას ამბავია მაგრამ რაღაცა რო უსმენდი სრულად მოусმინე რაღაც მუხტს გაძლევდა რაღაც გათვლა ქონდა ისეთი რა აი მაგალითად აი წინა ტრეკი აქ რაც შევასრულეთ ეს ვერსია ბევრად იმიტომ კი არა რომ მე მონაწილეობდი ბევრად მაგარია და დუხიანია და ცოცხალია ასიძახი საერთო ამბავი ესე აკუსტიკურად თან მით უმეტეს და მაგრამ თვითონ ის რომ მაგ იმ კონკრეტულ მე ბოლოს რას დადო მე ამოვუდოთ ეგ ტრეკიც რაღაცა მუღამში იმუშავა ჩემზე ყოველ შემთხვევაში ის რაღაც აქცენტებით იმითი საუნდით ხმის რაც არის რობო ხმა რა ნუ აქვს ეფექტი უბრალოდ რა ორმაგი იყო ვირის გარდასახვა იყო ეს ის არის ხო break the glass აუ მის დააჭირე რა როგორ ბოლომდე გეჭიროს მე ვესალმები მთელს საქართველოს მუსიკალური განათლების სამყარო ბახალა და კომპანია პრემიერ და საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი წარმოგიდგენთ ამ მუსიკალურ პრემიერ შოუს იმღერე რამე რა ლამაზი ვიყავი შენ ხარ? ოღონდ ცოტა აჩქარებული ხო? ჩემი 25 წლის წინანდელი ვერსია ზუსტად 25 წლის წინანდელი 23-4 წლის წინანდელი როგორი მეებს ვისვრით რა უხერხული ხმა რაღაცას რო ვიცენებ ძირითადად არის 20 წლის წინ რა 20 წლის და 20 წლის ტიპებს უყვები ამ მეებს რა და მაგრამ ცხენია მაგრამ ცხენი არა კვატრაკი რა ცხენი არა ისა ვაფშე ამ ცხენია ეს რაღაცა იმად უნდა ცხენოდეთ მოგედო პროსტა რაღაც ჩემ ასაკში ეგენი როგორ იქნებიან ეგ საკითხავია მოდი არა ბუნებრივი რაღაცა ასაკი რა შესვენება გამოგვივიდა გადასვლებით რაღაცეების მე მინდა რომ კიდე გავუყვეთ იმ გზას იმ ხას რა თქვენ ჩამოსვლის მერე ამ ფრენცი ჩაიწერა ფრენცი რეალურად პირველად ალბათ მასშტაბში სცენის ცოტა დისცენაზე მარგარიტაზე მოხდა ხო რეალურად ეგრე არის ალბათ და იცი კასტაზე გამოუშვეთ
Friends. მე კასეტაში შემხვდა, ოღონდ გადმოწერილი გადაწერილი. ხო, არა, აი, ადრე რასაც ვეძახდი ორიგინალით რა. მე მოვიგე ჩემ კლასელს ნისლავში. მართლა? ორიგინალი მოვგე? მე გადაწერილი შემხვდა, მირო მოიტანა საიდანაც არ ვიცი. ხო. მეგონი- ლევანმა სადღაც ვიღაც ტიპები, არ ვიცი სად. გაიცნო და ისინი ბეჭდავდნენ ამ კასტებს იმაში, რუმინეთში თუ ბულგარეთში არ მახსოვს სადღაც რა. და რა ხომაში ტირაჟი გულგარეთში იყო? ხო. 200 წელი. ტირაჟი არ მახსოვს. მე მგონი სადღაც რაღაცა ესე 300-მდე. ხო, მაშინ 300. დიდი ტირაჟი იყო გენ. შეიძლება ნაკლები, შეიძლება ვიგონებ, ნუ აი სადღაც 200-მდე იქნებოდა, ხო. ხო, გავაკეთე დიზაინი, აი ესეთი იყო რა, კაი გაკეთებული რა. ძალიან excited ვიყავი მახსოვს. ეს კასტა გამოვიდა 90 ალბათ 15-ში, ხო 15-ში. 95-ში. და ძალიან მალევე რაც მოვისმინე მე ეგ სცენაზე ვნახე და იყო სიგიჟე. მართლა აი პერფორმანსი იყო სიგიჟე. თავის ბუნებრივობით. მარგარიტაზე, ხო, მართლა აი. აი როგორ მახსოვს მარგარიტა როგორც რაღაცა დავай მოყევი შენი ვერსია. კინო რომლიდანაც მახსოვს ერთი კადრი რა. აი ეს კადრი რომელიც ყველას ნანახი გაქვს იმაზე YouTube-ზე. და მანამდე რა ხარ? არაფერი არ მახსოვს. მართლა? აი YouTube-ზე დევს მარგარიტა. იდო ერთი პატარა კადრი. მე მგონი და იცით იდო? იმაში რომ გამოვედი New Music Fest-ზე. მართლა? კი, რომ დავხოხავ და კი ვარ და მე ვისროლე ეს სტენდი მიკროფონის და ვიღაცას მოხვდა და იქნე კივილი იყო. და არ დევს ეგ. იდო და ეხლა არ ვიცი. შეიძლება ვინმე სულდევს, აუ, ვინმე იცი ვისაც როგორ კიდევ გამოძებ, მოგვაქვს. რა. იცი ვინდა დო? აი ეს ბიჭი რო არის. აი ხა მოგვისმენენ და ვინმე მოგცემს. ლექსოს მივწერთ. აი შევ მე გამახსენე ლექსოსთან. და აი ლექსოს რაც აქვს, მან გიორგი სუმბაძეც არის ჩემთან ერთად. ხო. то есть ეგეც ამოვიყვანე სცენაზე. და სუმბაძე რეპავდა. მე ხო პახოდ რეპერიც ვიყავ ერთი რაც პერიოდი. მოლაპარაკე. ვასწარი. არა, онაც მე თვითონ კი ავრეპად, მაგრამ რეპი მიყვარდა რა. ოკეი. ეს ვაფშე სიგიჟე არის ხო. მე და სუმბაძეს ჰქონდა რაღაცა რეპის პერიოდი რა. და ძალიან ისეთი ჩართულები ვიყავით რეპის სმენაში. მისმენ ეცი რა გავმაზეთ ახლა კიდე საი იმ პერიოდში რომ მიხვედი უკვე მამათთან გოგისთან და ლევანისთან აი ეს გავლენები ვისი ქონდა შენ იმ პერიოდში ნუ აი ვოკალის გავლენა ვისგან ქონდა ვინ იყვნენ ისინი ნუ ძალიან მიყვარდა ინექსესი ვგიჟდებოდი ძალიან underrated ბენდი. აუ როგორი underrated არის რა მაგარი სად მოგისმენია ბოლო დროს ინექსესი? რა ვუსმენენ ვინც უსმენს მუსიკას უსმენს შეჩა აუ ძალიან მაგარი ბენდია მე დაჟე ფირფიტა ვიყიდე მაგეთი ბესტი ორი ის არის რა საოცარი ბენდია და როგორ უკრავენ რა აწყობილი ისე კიდე ჯიმ მორისონი სმითსები მაგ პერიოდში იყო სხვა შორის პრინცი ჯექსონი სულ იყო რა. იცი როგორი ფანი ვიყავი მაიკლ ჯექსონის. სამპანკს უკრავდი და ჯექსონის. იმეს ბავშვობაში გიჟივით ვიცექი ფანი ვიყავ. პატარა ასაკში ძალიან. რეები იყო, კიდე Cocteau Twins-ი იყო მაგ პერიოდში. Pet Shop Boys არ არის? Pet Shop Boys-იც არის. Pet Shop Boys მე მგონი ცოტა უფრო გვიან შემოვიდა. Pet Shop Boys მაგ პერიოდში როგორ უკრავ? Pet Shop Boys-ი იმას ეთყობა უკვე Friends. ხო, მაგრამ კიდე მაგ პერიოდში უსმენდი, აი როგორ იცი, ყველაფერს ვიწერდი რაც გამოდიოდა MTV-ზე რა. აი ეს Top 20 რო იყო. გახსოვს შენც მოყვევი რომ ეს ტიპი რო იყო კასეტაზე რო წერდა. ხო, რა თქმა უნდა. ხო, აი მაგ ტიპთან მივდიოდი ხოლმე და წერდა რა რაღაცებს რა. და ყველაფერს უსმენდი რაც იყო Top 20-ში. ჯორჯ მაიკლი. Tracy Chapman-ი გახსოვთ ეს ტიპი? Tracy Chapman-ი მომწონდა ხო. მოკლედ აი ეს რა. რადგან ველოდებოდი ეგენი თქვით და ხო მე წამოვიდა უკვე Bowie, Cure, Cocteau Twins-ის ეს ალბომი მომწონდა ძალიან Garlands ხო? Garlands პირველი ალბომი. ძალიან მაგარი. ის dark არის ძალიან ხო. ხო ეს ნერე. ხო და კაი ისევ გადავხვდეთ. Nirvana მე უკვე. მართლაში მე ვერაზოს ვერ ვფიქრობდი რომ Nirvana-ს უსმენდი. ხო და მაგ ეგ ხო ის პერიოდია ყველა ერთ და იგივეს უსმენთ რეალურად რა შემოდიოდა. ბიჭო, შემოდიოდა გარ მართლა ბევრი ბენდი და ესეთი ზედაპირზე არ იყო. არაფერი ესეთი original არავინ არ ვიყავით რა. და ყველაფერს უსმენთ. ყველაზე ესეთი underground-ი შეიძლება ვიღაცას ცოტა ადრე დაეწყო რაღაცა, ხო რაღაცას ადრე შეხებოდა თორე. ხო, ნუ იმიტომ რომ ადრე ჩაუვარდა და შეეგება რა. ხო და აი ეს მე მარგარიტას მე რა ხდება? შენი წასვლა მარგარიტას მე ამეხანშია. მე იყო ის ბენდი, ესტრადა. მარგარიტას მე ის ხდება რომ გოგი მიდის. უფრო თეატრებისკენ. სამუშაოდ და მე და ლევანი მივდივართ ინგლისში. რა პანჩუკა. ინგლისში გასასთარებლად წახვედით? ინგლისში წავედით, პროსტა წავედით რა. იმიტომ რომ მუსიკის
კეთება დავიწყეთ ერთად და მოდით სადოთ ინგლისში წავიღოთ რა. ეგ სადღაც 97-18 წელია და. ეს არის 98. აი ეგ მაინტერესებს. მე გოგი გავიცანი მაგ დროს 98-ში გავიცანი ინგლისში. ან შოტლანდიაში არ მახსოვს. მე და ლევანმა დავწერეთ სიმღერები, რომლებიც სხვა საკმაოდ კარგია რა. ერთ-ერთი ტრეკი ახლა რაც ვაკეთებ, მაკედან არის რა. ესე იგი წავედით მე და ლევანი ინგლისში, ცოტა ხანი ნასტასთან ცხოვრობდით, მე გავიქირავეთ რაღაც ჩვენი ნასტასთან ცხოვრობდით, რო ჩავ. ალბათ ყველა ცხოვრობდა ხო? ხო. და მე და ლევანმა იქ დავწერეთ რაღაც სიმღერები და გავაკეთეთ კონცერტები. და მაქვს ჩანაწერები დაძე ლაივები. მართლა? აი ესტრადის პარკლებში. ესტრადის პარკლებში ხო, რომელიც ძალიან მაინტერესებს რა არის რა. და სად არის ეს ესტრადა არანაირი ფორმით? თან ბექებიც ყავდა რა, black აი ესეთი გლოტკა ქალები ღიროდა. Special Boys-ის. ხო, აი ეს მაგ პერიოდში უკვე პოპი იყო რა, ესეთი kind of lecture. რამე ფორმით არის სადმე რამე ჩანაწერი? ჩანაწერი ლაივი დაძე. არ ვიცი რა არის. გვაქვს, ანუ ჩვენც გვაქვს ესე გიგრი გამოდის. ესე გამოდის, თუ დატიდან გადავწერე კი? უნდა თუ კარგია, ხო, თუ არ უნდა არის. ვქნათ, რამე ფრაგმენტულად მაინც უნდა. მე მგონი იცი რა, თან ეხლა ტექნოლოგიაც ვინ ხო წავიდა Ableton-ს აქვს დაჟე შეგიძლია დასპლიტო ტრეკები და საკმაოდ კარგად სპლიტავს და შეგიძლია მიქსი გააკეთო. ან კასტებს დაზე engineer აწერია ვინ არის და ყველაფერი რა. მართლა? ხო. არ დავიზაროთ ეგ. არა, გავაკეთ მე თვითონ ძალიან მაინტერესებს და მე კიდე ერთი ტრეკი ჩავწერეთ რაღაცა უცნაურ კასეტაზე. მინი ის არის ვიდეო კასეტა არის. Hi8 Hi8 ხო. ვიდეოზე არის ჩაწერილი აუდიო ფორმატი. ციფრა არის ალბათ. ხო. და მაგაზე წორს ჩავწერე ტრეკი რომელიც ძალიან მომწონს რა, დღემდე მაგ ჩარჩენილი, იმიტომ რომ ფანტასტიკური არანჟირება ქონდა. ვერც ციფრავ, LA-ში რო ცხოვრობდი, წავიღე, ვიპოვე ადგილი, სადაც ყველაფერს ციფრავთ რა. რაღაც მომენტში რომ დაურეკე და მე მეკითხე რომ რა ქენი თქო, ნოიზი არის, ვერაფერს ვერ უშვებით. მე ლევანს რო აუხსენი, ლევანმა მითხრა რომ არასწორად ეტყობა ვიდეოს აკეთებდნო და იმიტომ არის ნოიზია. როგორც აუდიო არ იმას ქნესო რა. ხო და მოკლედ მაგს ეს სამი რაღაცა რა, ორი ლაივია და ერთი სტუდიური ჩანაწერი იქ. რომელიც საინტერესო იქნებოდა მაგის. ხო, დავით თუ გამოვა ერთ კვირის შუალედში რომ მოვაბათ მაგას თავი, მაგრა გაასწორებს. ერთი კვირის შუალედში. მე მაქიდან ინგლისთან ჩამოხვედი. თუ იქიდან გადაბარგდი პირდაპირ იქიდან გადაბარგდი მე LA-ში თუ სადაც არ შუალედი. იქიდან ჩამოვედი მე თბილისში, ლევანი დარჩა. და მე ჩამოვედი თბილისში 90-ის მიზეზი. იცი რა, ვიზა დამთავრდა. ვიზა დამთავრდა და რაღაცა ისე დარჩენა. ძალიან ბანალური მიზეზი. დარჩენა ესე არ მინდოდა და ლევანმა გაიცნო ერთი გოგო. ირლანდიელი გოგო ფიონა და ისე რა ქვია, დაკოცდა. ხო, ფიონა ეფელი მოიყვანა ლევანმა ცოლად. და მე წამოვედი მოკლედ რა. წამოვედი და 2000-ში წავედი უკვე მაშინ ამერიკაში. და იქ წასვლის მიზეზი რა გვახლავს? წასვლის მიზეზი ვაფშე არ სამიფიქრე ამერიკაში წასვლას აი ცხოვრებაში. და მიზეზი იყო აუტანელი აქ ყოფა რა. და ვიფიქრე მეთქი წავალ იქ და ნუ ნახოთ რა რაც იქნება. ხო 2000 წელი მძიმე იყო და. ან ფანიც მორჩა 90-იანი წლების. ხო. თან ყველა უკვე გაფანტული იყო მაგ პერიოდში რა. ხო. და ნუ მეთქი რა ვაკეთო აქ, ბლა ბლა ბლა. ნუ გაჩნდა ეს შანსი რომ წავედე ამერიკაში, ჩემ ამხანაგ დამპატიჟე იქ. მაქვს საშუალება რომ გავიკეთო სამუშაო ვიზა გამიკეთე, იმიტომ რომ მაშინ არც უშვებდნენ, გახსოვს ეგეც პრობლემა იყო. და როგორც კი ჩავედი, ეგრევე ავიყვანე იქ ლოიერი რა, ადვოკატი, რომელიც გამიკეთა ეს ისა რა. გავაკეთე ეს political asylum. და დავრჩე რა. 5 წელიწადში ავიღე green card-ი და მე უკვე მოქალაქეობა. და ვიცხოვრე ამერიკაში 8 წელი ვიყავი ნიუ-იორკში და 8 წელი მე LA-ში. და რომელი ჯობია? LA. ხო, არა მეც რა იცი ჯობია ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ჩემთვის ახლა სადაც ვარ რა. შენ მაგრა დაგევასება LA-ში. ხო და მე არ ვარ ნამყოფ საერთოდ ამერიკაში და მგონია რომ LA-ში, ანუ აი სამთარი ჩემთვის აი გაუგებარი ფენომენია. ხო. ხო, ძალიან მაგარია კალიფორნია, საცხოვრებლად არის ფანტასტიკური. და მუსიკაც შენაც გევასება დარწმუნებული ვარ, მაგრა იკაიფება. 1000 ბენდი არის, ძალიან საინტერესო. და რაღაცნაირი დუხი აქვს ამ ყველაფერს თავისებური. იცი, ორივე ძალიან საინტერესო არის კულტურულად, ძალიან ბევრი რაღაცა ხდება და ძალიან განსხვავებული რა. ელის ვაფშე თავისი ქარაქტერი აქვს რა, მუსიკაც სხვანაირი კეთდება იქ.
lifestyle-ია სხვანაირი დინამიკა. ცოტა უფრო მოშრობილია ვიდრე ნიუ-იორკი და იმ ტემპში შეჩემ ტემპი აქვს იმას უმაღლესი ისეთი რომელშიც განადგურდები პროსტა ემოციურადაც და შეიძლება გადაიწვა. ხო, ანუ მოკლედ ესე შევჭიროთ 16 წელი ვიყავი ამერიკაში. იქ ვაკეთებდი 1000 რაღაცას, 1000-ნაირ რაღაცას რა. და მე ჩამოვდით ფილმში 2015-ში. მუსიკას არ შევხვები ვარ ამერიკაში ვაფშე. ამერიკაში დავწყე ფოტოგრაფია. მოტივონა არ ქონდა რაღაც ანუ არ ცდილობები მაინც არ ქონდა რომ ვიღაცებთან ერთად რაღაცა. აი ვიღაცებთან ერთად არა, იმიტომ რომ ეგეთი ვიღაცები არავინ არ გაჩნდა. ეს შეიძლება თქვა რა და მე თვითონ მქონდა ცდილობები ვიყიდე ლოჯიკი, თან იქ ვიყიდე ლოჯიკი რა. აქ ხო იცი ყველა აყენებს ყველაფერს და იქ ვიყიდე და გავაკეთე რაღაცეები, მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული რომ არ მოგატყო. ხო. სხვაში ეხა წამოვიდე ხა მე მაგალითად ყველაფერი ნაყიდი მაქვს. ყველა პროგრამა. ეხა მე წვიდულობ. პლაგინები ვიყიდე ძალიან. აი ხა არ ვიცი თუ იცი Sound Toys რო არის კომპანია. ასლაპარო. Sound Toys. პანდემია მარტო მაგადღირდა რომ დისკაუნტი ქონდათ Sound Toys. მე ცე როგორ ვიყიდე Sound Toys eBay-ზე. ვაუ. ეგეთი რამე გაგიგე. License transfer გამიკეთე ვიღაცებმა, ხო. Sound Toys ჩემი საყვარელი ის თხუთლიანი ბანდელი მაქვს. ხო, მეც ბანდელი ავიღე მთლიანი. ძალიან მაგარია. იმდენი პლაგინი მაქვს. რო ხსნი რაღაცა წერია 1400 რაღაცა რა, სიგიჟე. ეცი რა, ეგეც არის არ არის კარგი. ბევრი პლაგინი. არ მოვედები, ეხა იცი აშვები, ხო, დავაკომპლექტე. უნდა ჩამოყალიბდე რომ EQ-თვის მაქვს ეს მაქვს და იმიტომ რომ მე რაღაცა განსხვავებული თუ მჭირდება კი ვეძებ იქით მაგრამ ძირითადი ვცდილობ რომ შევიზღუდო თავი რა მე პლაგინების და პრესეტების ძებნაში ატარებ მთელ დროს რა მე ხა ცოტა ხანი გატაცება მქონდა პრეამპებით ნივის 8 არხიანი პრეამპი მაქვს Universal New 1073. 1073. ნუ რაც ისეთი 8 channel. ხო. არა, მე იცი როგორები მაქვს. ეხა News მე ვერ ვყიდულობ რა. აი ესეთი უფრო პატარა ტიპებს ვყიდულობ, რომლისთვისაც ლამპებს ვყიდულობ მე თვითონ. და უცვლი. და იმის მიხედვით რა ლამპას ვდგავ, character-ს სხვადასხვანაირი რა. და სუ კომბინაციებს ვცვლი რა. და ძალიან საინტერესო რაღაცები გავაკეთე. Sound X სიგიჟე ვოკალს რაღაცები დავაყენე ძალიან. აუ ეგ საინტერესო. მეც მქონდა ერთი პერიოდი. შენი არის solid state, ხო? ხო. ხო. მაგრამ ეს მაქვს, აი Universal Audio მაქვს მაინცა. აუ. როგორ 610 ხო თუ რაღაცა? როგორ რაღაცა შეეხე, იცი ჩემთვის ხა? აი ეს ლამპავია. ლამპავია. ხო. აი მან შეიძლება გამოცვალო ლამპები. ეს მაგარი რაღაცა. ხო. და ლამპები ვიყიდე ძალიან სერიოზული. ძვირიანი. ვა და ეხა ამაში ისეთები collectible lamps რო არის და ყველა თავის აბსოლუტურად. ეგ არ მიხსია. და კომბინაცია კიდე მიკროფონის და სხვა ლამპის ტოჟე ცვლის რა. ხო და ერთი პერიოდი მქონდა როგორი გადაცემა ის მიკროფონების და პრეამპების გაგიჟებული ვეყავი რა. ცოტა ახსენით თან ეგრას შვება. პრეამპი. ადრე ახსენით ამაზე ამ კონკრეტულზე ეგრას შვება. ეს იგივე არის, ეს 8 არხიანია, ეს არის 1 არხიანი. რეალურად მიკროფონს ჭირდება პრეგამაძლიერებელი, ანუ თლად გამაძლიერებელი კი არა, რომელიც აი დინამიკებს აძლიერებს. მიკროფონი რო გააძლიეროს, ოდნავ სანამ შევა ამ კომპიუტერში თქვათ რა. და იმის და მიუხედავად რა ხარისხის არის, როგორი არის, ლამპავი არის, ტრანზისტორული არის, თუ რა არის, ეცვლება ხმა ამ მიკროფონს. აი ამ ერთ მიკროფონს შეიძლება კონდეს 1000-ნაირი ხმა გააჩნია რაში შეერთ. და უნდა თელი მუღამიერე კომბინაცია რა მიკროფონი რა პრეამპთან. ეგ არის როგორი რა გინდა შუტურ. იცი აი მას უცვლის ხასიათს რა. თვითონ სიგნალი გადის აი ლამპიდან. და ეს ყველა ლამპას აქვს თავისი რაღაცა ხასიათი, რა ჟღერადობას, ჰარმონიკს ეძახიან რა. და უცვლის აბსოლუტურად იმას. მიკროფონი რამე კარგი აქვს. ის ვიყიდე ნოიმანის TLM 103. Okay. რომელიც არის ცოტა ის არის sharp ჩემთვის რა, harsh ეს ზემოთ. მაგრამ ეხა ვიყიდე ძალიან მაგარი ლამპა. და ძალიან მაგარი პრეამპი ჩამოვიდა, რომელიც out of production არის, სადაც ვიპოვე from Japan. Okay. და ვაფშე ახალი ჩამოვიდა და გუშინ დღეს ჩავაყენე წამოსვლამდე. და როგორ ჟღერდა იცი ჩემი ვოკალი მე რამეს თუ გავაკეთე ერთად წამოიღე შენი პრეამპი. აბსოლუტურად ხო. ესე მაქვს 4 პრეამპი მაქვს.
და ბევრი ლამპები, რაღაცა ტელეფონკენის ლამპა მაქვს 50-იანი წლების და რაღაცები მაქვს, ხო, ძალიან საინტერესოა. მე მაგ ძალიან პალიტრაა რა, მოკლედ ერთიც თამაშობ, რა, ძალიან როგორც მაგარი ფუნჯებია. მიკროფონი მაქვს ერთი, რომელიც გასაკეთებელია რა. მეგობარმა ბაკურამ მაჩუკა რა, ბორდუმა. რომელი? ლომო, იცი? ძველი საბჭოთა ლომო, რომელიც საბჭოთა კავშირმა ხო ყველაფერს იპარავდნენ, მოიპარეს Neumann U47-ის ნუ კლასიკა რაც კოპია. ხო. ოღონდ რაღაცა ჭირს და low-end-ი არა. მაგის ნაწილი შეჩემო ბათუმიდან. ვერ გავაკეთე ჯერჯერობით. ვიღაცამ ბათუმიდან გამოგიზავნა მაგის კი, ნაწილი. და კაფსულა ტიპმა აღმოჩნდა რომ ვიღაცა მე ვიპოვე ტიპი რომელიც გაგიკეთებს იგიჟებს. არა. კი. ბიზგანაც ვიყიდე ლამპა. თბილისში ვიყიდე როგორი ლამპა, ეცერ მაინც იბეიზე რაღაცა სასწაულე რა. მართლა მე ამპებისთვის მჭირდება გიტარის ამპების. რა უცნაურია ცხოვრებაში ლამპაზე ხო არ მიფიქრია რა. და უცბად გაჩნდა ეს ლამპა ჩემ ცხოვრებაში, რაღაცა ფიქრობ ლამპა და შევდივარ Facebook-ზე და ტიპი ყიდეს ლამპას. აი რა ვარიანტია რომ თბილისში ვიღაცა ყიდეს ლამპას რა. სიგიჟე ისტორია. არის სიგიჟე. არ ვიცი ხა რამდენად დღეს მაგის მოყოლა ელექტროჰარმონიკს იცი ფირმა ეგ. ეგ ვიყიდე დღეს რო გითხარი. ეხა მოყვები მაშინ სასწაულ ისტორიას. კაჭი ელექტროჰარმონიქსი არის ფირმა რომელიც გირჩევს გიტარის ეფექტებს, ოღონდ რა დროიდან, ესე ჯიმი ჰენდრიქსმა გახადა ცნობილი რა, ელექტროჰარმონიქსი. და ერთი მფლობელია დღემდე ის კაცი არის რა. არ მახსოვს სახელი რა. და პახოდ ვაკეთებენ ლამპებს, რომელიც დგება ამპებში და პრეამპებში და ნუ ხა იმ დღეს რა სადღაც 1 წლის წინანდელი ამბავია რა. მივედი ევგენასთან რა. ნედალიკა მივედი და ევგენასთან ჩამოვიდა მისი კონსერვატორიაში რო სწავლობდა მოსკოვში კურსელი, ქალი, უკვე ბებოარი ვიღაცა რა. და ნუ მეთქი ხა ამათან რა საქმე მაქვს, დავჭიქი ტელევიზორს უყურებ და ისე ნიკით ზიან. რუსულად ლაპარაკობენ რაღაცა, იხსენებენ სტუდენტობას და უცებ ცალი ყურით მესმის რომ ეს ქალი ამბობს რომ ჩვენ ლამპებსაც ვაკეთებთო რა. აი გიტარის კომბებისთვისო. თქვენ უცებ შევტრიალდი რომ მეთქი ქალბატონო რა ლამპებს აკეთებს და აღმოჩნდა ელექტროჰარმონიქსის დამფუძნებლის შვილი. შვილი კი არა, ბოდიში, ცოლი, რა შვილი. რა სიგიჟე. ცოლი და ელექტროჰარმონიქსის ფლობელი იყო ეს ქალი. თბილისში ბურძგლას ქუჩაზე. ამერიკული კომპანია. ამერიკული კომპანია და ეს ტიპი ჩამოვიდა მოსკოვში. რო გაეკეთებინა ქარხანა. ელექტროჰარმონიქსის ლამპების ქარხნები. იყიდეს საბჭოთა ძველი ქარხნები იყიდეს. და თავისი ლამპა made in USSR აწერია. კი ბატონო. და ეს ქალი გაიცნო. Russia, sorry. Made in Russia. ჩემ Fender-ის ამფში დევს ლამპა, რომელსაც აწერია made in Russia. ამასაც დღეს ამოვაძრე თავისი ლამპები და ჩემი ჩავადგე რა. აუ რა სუპერ ტექნიკურ რაღაცებს შო შენი მიკროფონიც ანუ ხო მაგრამ საინტერესოა. ხო და მიკროფონს მაკეთებინებ? მიკროფონს იცი არ გკპირდები სადოთ თუ გაგიკეთებს რა ეხლა გარანტიას როგორ მოგცემ მაგრამ ტიპი მე მგონი ისე წავიდა დღევანდელი დღე რომ უნდა გაკეთდეს ეგ მიკროფონი შეხოვით არ იყო ეს ლაპარაკი ეხლა რას აკეთებ თქვი ეგ მე სანამ ფოტოზე გადავალ ეხლა დავიწყე წერა იცი არის არ მიწერია მე თვითონ მუსიკა რა და რაღაცა კარგად გამოდის დავწერე ჩემი დაწერილი მაქვს 4 ტრეკი ახალი და კიდე მაქვს მე ლევანმა და გოგიმ გავაკეთეთ ერთად 2 ტრეკი რომელიც არ დავამთავრეთ როგორც მადრომანდა ის გვინდოდა რა ფორმით წერს კითხე შენი პრეროგატივა სპეციალზე როგორ წერ იცი რა იმაზე ის ვიყიდე MIDI კონტროლერი ოკეი იმის არტურიასე ხო, არტურიას MIDI კონტროლერი ვიყიდე, sound card, ყველაფერი მაქვს რა, sound card მაქვს. ნუ ეხლა ყველაფერი როგორ მაქვს, მაგრამ იმისთვის რომ მუსიკა გავაკეთო, მაქვს რა. უი, ერთი ესეთი კითხვა მაქვს მე, ხა რო თქვი მადრომანდეზე. რეუნიონი რო იყო, როდის იყო 10 წლის წინ სადღაც. რეუნიონი? პოტერო შევიდა ეგ პერიოდი. ხო. მადრომანდესი რო აღდგავდა. აქ იყავი და რატო არ შეუერთდი? იცი რა, გეტყვი რატო არ ის არ იყო რომ არ შეუერთდი. უარი არ მithქვია, შევხვდით. ვცადეთ, მომწეს მე მაგათმა თავისი სონგები რაც ქონდათ. დავადე მე რაღაცა ვოკალები. და მე იცი როგორ რაღაცა იყო, იქიდან წამოვიდა ესეთი ფიდბექი, რომ აი ესე რომ იმღერო.
ხდები რაღაც ცოტა დირექტივების გქონდა რა, ფორმა რა. და შენ უთხარი და my way or highway. აი ზუსტად რა, my way or მეთქე ეს არ მოსულა. ანუ მე ესე ვხედავ რომ თუ ერთად ვართ, ანუ მიიღებ როგორიც ვარ, რა ეს გადაკეთება. და ეს კრიტიკა რაღაცა ეს დონეზე კი ოკეი არის რა, რო თქვა კრიტიკაც არა. advice რაღაცა ხო მაგრამ აქ რაღაცა ცოტა სხვანაირი ის გაჩნდა რა რომ აი რაღაცა ჩვენ ესე გვინდა თუ რაღაცა რა ეხა არავისზე არაფერს არა გასაგებია რომ აი ჩვენ დაახლოებით აი ეგეთი რამე იყო თან იცი რა მაშინ არ ვიყავით კიდე კარგად აი იმდენ წლების მერე შეთანხმებულები რა არ იყო კაკო ეს ურთიერთობა განახლებული კი ზუსტად ხო ცოტა ის იყო alienation აი ზუსტად ჩვენმა მოგჭრა ყური შენე ხო და მე თორე იქ რო ერთად ყოფილიყავი და ერთად მაგ მიიღებდი მაგასაც მაგ ჩევას მიიღებდი შეიძლება და ჩვენმა უკვე დაგძაბა შეიძლება ხო ხო და მე უთხარი რომ იცი მოდი მაშინ ესე იგი არ ვართ მეთქი მზად რომ ერთად რაღაცა გავაკეთოთ ამ ეტაპზე თქო რა და ოკეი მითხეს რა то есть არანაირი ის არ იყო არ გვიჭხუბი არ მესმის და ეხლა არ ჭირდება ხოლმე ეხლა მიიღებდი მაგ კომენტარს თუ იგივე მოხდებოდა იცი ეხლა მაინც იმას გავაკეთებდი რაც მე მინდა რა ბიჭო იცი რა მომენტი არის მართლა то есть დავიკიდებდი ძალიან გიძაბავს ეგოს ის ამბავი მე ესე მგონია რომ აი რაღაცას რო ვაკეთებთ ერთად რა დაუცბად შენ და გოგამ რომ გააზროთ ჩვენ ესე გვინდა ვთქვათ რა ეგ დაგძაბავს გინდა არ გინდა და რომ ვთქვათ რომ აი ხო მის კომუნიკაციის პონტია ხო და ჩვენ ახლა ურთიერთობაში ვარ და ესენი არ იყვნენ ურთიერთობაში და ამას უცბად მოხვდა ეგ რა ვაფშე გეტყვი ეს ყველაფერი არის ბავშვობა რა რა თქმა უნდა სისულელე აბსოლუტური რა რაღაცა ჩემი ის არის რაღაცა თოშე იმ პერიოდში ეტყობა კომპლექსები კი და რაღაცა ცუდად კი მესმის მაგიდო კითხე ახლა თუ იგივე რეაქცია გექნებოდა tension ერთმანეთთან დღემდე მეგობრებთან ძალიან ნორმალურია რაც უი ჩვენ გვაქვს ესეთი დინამიკი ჰერიო ხო ვიცი ხო და მაგ დინამიკში უსმენთ ხოლმე underrated სიმღერებს რა აი hidden gems რა და რამე ხო არ გაქვს ეგეთი რომ გაგვიზიარო იმიტომ რომ ვცდილობთ რომ ზედაპირზე ამოვწიოთ რომ აი ჩვენ მაყურებელს გავუზიაროთ არ ვიცი ეს ამდენად ჯემ არის ერთ-ერთი რაც მახსენდება და ძალიან მომწონს არის დადადადიანის აბა ნახოთ Suicide Girl. იცი ეგ სიმღერა? მამასოს. ხავ ნახავ. ტაქსი არის თუ საბავშვო მედიცინა თუ დადადადიანი. დებს ნეტა? კი. და თუ გინდათ კლასიკასაც გეტყვით. არა. ერთი კლასიკ, არა? ნახოთ. ერთი პიანისტი მომწონს ქართველი ბიჭი, ძალიან. ეგეც ვითხარი, ბოლოს აი ჯერ ამას შევთავაზ. თვითონ უნდა მოისმინოს და ბევრმა გაიგოს რა ვინ არის რა. კი, ხო მითხარია, მომპერეში შეუყევი კლასიკას. ხო. ვიზია ის ლაპარაკია? დავით ხრიკული ქვია. ხრიკული კი. მე არ ვიცი. მე ესე. იცი? სახელი გვარი თუ. ძალიან მომწონს ეგ ტიპი. ხო ძალიან მაგარია აქ ენერგია და ვაფშე როგორც უკრავს რა ძალიან მომწონს. აი ეს ტრეკი მომწონს. ჩემი დრამ მაშინა. როც სამწუხაროდ ძალიან ცუდი ჩაწერილი. ეს. დაშლა ჭირდებოდა თავიდან. კი, აწყობა. არ ვიცი ეს ტრეკი. არ იცი? ძალიან მაგარია. ხო და მე ვიცი ეს ჩემ რა ხება მამა ჩემის equipment-ზე ჩაწელებ სნობ დრამ მაშინას ერთად გქონდა სტუდია მამა ჩემს და დადას ტელევიზიაში და არის ეს არის ეს ტრეკი აბანაც არა ძალიან მაგარია შენ შეგხვედრია ეს კონკრეტული ტრეკი მე დადას მოსმენილი მაგდა ძალიან მომწონდა ესეც სიმღერა ქონდა Cry Baby Cry გაგიგია და ჩანაწერი არ ვიცი არსებობს თუ არა მაგრამ კარგად მახსოვს რომ აი სახელი მახსოვს და სიმღერა მახსოვს მაგრამ მე ვასებოდა რა და საიდან გახსოვს ჩანაწერი ლაივში ეს გადაცემა როდის გადის გოგა? ფოტოშოპად შემდგე. 19-ის მერე? დადას რაღაც ეს არის, ხო? ტრიბიუტ კონცერტი. გუშინეს მეპატიჟებოდა. 30-ში, 22-ში. ანუ კაი, უკვე დადას კონცერტმა ჩაიარა. 19-ში, ხო დადას? ხო. მაგრამ ვისაც აინტერესებს გაზიარებულია. ვისაც time machine გაქვს? ძალიან მომწონს ეს ტრეკი. I think it's great track.
სამწუხარო რომ ესეთი ხარისხი მამ შეიძლება ვიცი მე ვაფშე ავიღებდი ამ ყველაფერს ვისაც არ აიზარება და აიღოს ესე დაშალოს და თავის გაწმინდეს და ახალი მიქსი დააკეთოს იცი რა ამასაც თავის ხიბილი აქვს არა ესეც იყოს მაგრამ აი ხო არის ხა ეს დიდი ბენდების ბიტლები და რამდენი მიქსი გამოდის ხო ახალი იცი რა კასეტები თუ არსებობს მე მაქვს პორტა სტუდიო რაზეც ეს ჩაიწერა ეგ იგდევს რა და შეიძლება რომ სადმე არსებობდეს ეს კასეტა რა აი ესე ჩვეულებრივ კასეტაზე იწერებდო ხო იცი ალბათ შენც გიმუშავია მაგაზე რა მე დაჟე ხა ლევანმა კასეტნიკი იყიდა იმიტომ რომ რაღაცას რო წერთ შეიძლება კასეტაზე ვიწერ და მე კასეტიდან კიდე უკან მაგიტო იყიდე შენც ესეგა შენ დადასთან კვეთა ქონია რა კი ლონდონში მაშინ ცხოვრობდა სადაც ვაფშე რაღაცა სადღაც ძალიან შორს ესეთი in the middle of nowhere რო იტყვიან აი ეს რაღაც მაღალი ბილდინგი იყო და მე მგონი ოფისები იყო სულ და იქ რაღაც მე-16 რომელი სართული იყო იქ ქონდა როგორც ისე სტუდია მე 21 სართული რაღაც ვიცი ხო აი მან ვიყავი რამდენჯერმე და მახსოვს გამიტრაკა აზე იმიტომ მაგ პერიოდში წამიგე ინგლისში აღმოვაჩინე ფრანგული მუსიკა აუ გაგიტრაკებდა წამი ინგლისში რო ცხოვრობდა რო უსმენ ჟაკ ბრელს და იცებს უსმენდი ჟულიეტ გრეკო ჟაკ ბრელი რაღაც ფრანსუა სარძი რაღაც აი ესეთ რაღაცებს უსმენდი რა და ხა წამიგე დადა და ესე ჟულიეტ გრეკო რა ხო და რაპონჩი უსმენდა ჟულიეტ გრეკოს ან ძალიან საცილოა აქ რა დრო ჟულიეტ გრეკო არის ანუ ხო სხვათა შორის ძალიან up to date იყო მუსიკაში რა ანუ აი ევასებოდა რაც current რაც იყო რა ახალი რაც იყო ისინი ევასებოდა მაგრამ მეც მევასებოდა მე ეხაც თუ current რაღაცებს უსმენ რა ეხა იცი როგორ უსმენ მუსიკას მე არ Spotify კი მაქვს მაგრამ მე იცი აშვებ ქაჩავ მუსიკას რაღაცა საიტებიდან იმიტომ რაღაც არტისტები ვიცი რაღაც ლეიბლები ვიცი ამ ყველაფერს ქაჩავ და ვიგდებ ხოლმე იმაში რა ვექვია აი ტელეფონში და ძირითადად ჯიმში უსმენ ხოლმე რა მაგის პასუხია ნაშვილ ნანახი გაქვს TV show არა სალომე მითხრა აჩაიძე არის ნაშვილის music scene country music-ზე რა ოღონდ არის სანტა-ბარბარა ანუ უბრალოდ სარჩული აქვს ეს ხდა აქ რო ვითომ მუსიკა და რაღაც ოღონდ შიგნით ხდება აი იმის შვილია თურმე და ის სავარძელში და აი არ შეიფიზდეცებ სერიალია დოკუმენტური თუ არა ოღონდ სიმღერები ზოგჯერ ხდება ძალიან მაგარი და აი კი ძალიან ჩიზი არის მაგრამ მაგარი რაღაცაა გასართობად რა ნაშვილ ხა ეს როგორც რეკომენდაცია არ მიიღო მაგრამ ნუ თუ ნახავ პირველ სერიალს შეიძლება წაიღოს რა მე მაგაზე გიждდები კაი საუნდტრეკებით რაც ხო და იცი არ გაგა მე არ მინახავს ეხლა დავიწყე გუშინ ოღონდ მაკუთხით არა ის მაქვია იმას ფლორიბოსი მაგარი კარგად წაიღო პირველი სერია ჩავკალი და ნახი რა ფლორიბოსი სული მაქვს ხა როდის მივაჩდე სერიალებს ვაფშე არ უყურებ ბოლო დროს მართლა იცი რა ძალიან ის არის ჩამთრევი და რაღაცა დრომენანება აი ხა რაღაცები რომ დავიწყე და თან სწავლის პროცესში ვარ რა რაღაც არ მინდა რომ ამომაგდოს ამიდან რა და მე ვაფშე ისე ტიპი ვარ ძალიან იულად შემიძლია როგორც ჩავარდნა ესე ამოვარდნა რა იცი რა მე ხა ერთ სერიას უყურებ დღეში ადრე უყურებდი ეს სეზონებს მაგრამ ხა უკვე არ არის მაგდენი დრო და ხა მეც ვიზოგავ მე ხა უყურებ DTF St. Louis იცი აი ცოტა რთული ასახსნელი შენ უფრო გაქვს ხა მაგის დრო აქეთ როცა გაუსვლელად ხარ ხოლმე ვიდრე მე ხა იმ გიჟეთში ვარ კიდე ლი ჰეიზელვუდი იცით ესეთი მოყვარელი არა აუ ძალიან მოწონს ლი ჰეიზელვუდი სხვა შორის იმასთან ერთად გაკეთებული რამდენიმე ალბომი ნენსი სინატრასთან ერთად არ ვიცი ხო ძალიან კარგი ამ ყველაფერს ჩვენ გოგა ამოუდებს ქვევით კი ლინკები იქნება description-ში და მეც მოусმენ სხვათა შორის და კიდე მინდა ერთი ჩემი დამწყების საყვარელი არტისტის ბიოპელო ალინის ახალი ის დაიდო ალბომი Digital Analog Breakthrough ესე ქვია Spotify-ზე. რა ქვია არტისტი რა? დანოსი? ბიოპელო ალინი. სადეურე შვილი არის. დანო. ქართველია? ჩემი ნათლულის. ვაუ. კარგი ეს. როგორ ამაყობს? რა ასაკის რამხელა? ეხა არის 16 თუ 17 სადღაც. ორ. მე მაგარი ასაკი. ძალიან მესიამოვნა. ძალიან კაია. ქართველები და ვინ მოგწონთ თქვენ? უი რა კაი კითხვა არის.
მოგწონთ საინტერესო კითხარი, იმიტომ რომ აი კაი სეგვეი არის Bedford Falls-ს აქვს კონცერტი 23 აპრილს ახლა Coca-Cola-ს ფაქტორიში ჩვენი თანა ლეიბლელები ვართ რა ერთ ლეიბლზე ვართ Bedford Falls არა ეს ბენდი ვიცი ლეიბლს აქვეა ლეიბლს Stockton Records Stockton Records ხო ვიცი მსმენია ხო ჩვენ ვართ Bedford Falls-ი კოლზი აი Bedford Falls-ი რა სტაილია ძალიან კაი კითხვა არ ვიცი ისი ვეღარ ვარქმევ სტილს მოსმენელი გაქვს შენ კი მოსმენელი მაქვს სხვადასხვა ჟანრებში აქვს რა, იცი რა არის, აი სინგლებს რომ მოусმინო, სხვადასხვა პონტი არის რა და მე მომწონს ვაფშე რომ ჟანრები აღარ არსებობს რა და აბსოლუტური freedom. ისე თან ახლოს რო ხარ ამასთან, უფრო რთულია მაგის თქმა. ეხლა მე რომ მეკითხებიან, აი შანსი არ არის რომ თქვა, შენ თავზე შეგიძლია თქვა რა ჟანრში ხარ? არა, აბსოლუტური თავისუფალ ჟანრში. აი ზუსტად ხო რა. I just go with the flow რო იტყვიან რა იმ მომენტში რაც ბუნებრივია და რაც ვკაიფობ ეგ არის ჩემი ჟანრი. ანუ ნახე პოპ რო თქვა რომ რა ჟანრია Bedford Falls-ი პოპ რომ მეთქვა მართალი ვიქნებოდი რაღაც პონჩი იმიტომ რომ ანუ უკვე პოპი რაღაც პონჩი როკიც რო თქვა როკიც არის მაგრამ აი ბეკი რა ჟანრია ბეკი არის тоже ფიუჟენი ბევრი ჟანრის მაგრამ მე რომ მკითხო ის არის ამერიკანა, ფანკი, ცოტა ბლუზი არის. ნუ ყველა ჟანრი ჩამოთვალა. Soft rock-იც არის, pop-იც არის, alternative არის. ხო, აი ეგეთი რამეა, ხო, მიქსია ბევრი რაღაცის. ხო რა. Fusion არის, რა, contemporary fusion. ხო და არ ვიცი, ამის ვოკალის თხრობას ცოტა უცნაურობა ახლავს, რაც ჩემთვის თვითონ ლირიკა აფილმებს. კარგი, იცი რა არის, ვიღაცებს აი ვისაც ვეუნები. კი, ქართულადაც და ინგლისურადაც. ბევრად აი შიგნიდან რო უყურებ აი დათოსთან რაც ქონია შეხება ჯიქიასთან Bedford Falls ვოკალს ბევრად მაღლა ბევრად ნიჭიერი არის ვიდრე ჩანს დაჟე მუსიკალურად გამოიხატება მე რა ვნახე იცი თქვენ დაწერე ტრეკები ერთად ხო და ძალიან მომეწონა ვაფშე ეგ ფორმატი მომეწონა ძალიან და აღარ კეთდება ხო ხო და აი მაგას იმ დღეს ლაპარაკობდით რა მაგაზე რომ ვერ ხვდები რატო ხა ეგ არ არის ჩემ ხელში ანუ მე არ ვარ მაგის მაგ შოუ რანერი მაგისი რა და უტრაკებდი რომ რატო არ აკეთებ თქო მე ხვდები რატო არ არიან ეგეთი ბევრი ტიპები რომლებიც ერთად ამაზე წავლენ და მე ერთად თქვენ ახლა ერთმანეთს მაინც იცნობთ ხო მაგრამ კი ვიცნობთ მაგრამ რეალურად ცალ-ცალკე ვიმუშავეთ ხო კი მაგრამ ძალიან short time იყო ხო კი აი ბევრი ვერ გაკაჩავს მაგას აი ხა მე რომ მომცე მაგალითად ეგ აი ესეთი ტემპით ვერ გავაკეთებ რა. ნუ მე ხა იმიტომ რომ გამოცდილება რომ მე ფაქტიურად ეხა ვიწყებ რა, სწავლობ. ხა ცოტა ისე გამოდის, მაგრამ აუ ამის მერე რა უნდა გავაკეთოთ, ანუ მეც ამაყი ვარ მართლა კარგი გამოვიდა რა. ძალიან კარგია. და ერთიც და მეორე. ხო არ არის საჭირო რომ ყველა რაღაცა ერთმანეთზე უკეთესი იყოს რა. არა, ვაფშე არ არის საჭირო რამე-რამეზე უკეთესი იყოს. საჭირო კეთდებოდეს, მე თერაპევტი. ზუსტად. და ბევრი მეუნება მაგადაცემაზე რატო აღარ აკეთებთო და აჰა კოკა მედია გვიყურებ ხო იცი რა რეალურად ძალიან რთული არის ახლა მით უმეტეს აი ჩვენც რო დავიწყეთ ძალიან საინტერესო ფორმატია სხვა ფორმატებით ვსადოთ ფესტივალის ფორმატიც ლაივის ფორმატიც რეალურად პირველ ეტაპზე რაც მოვსინჯეთ მე ვხვდით რომ ურთულესი აღსასრულებელია ტექნიკურად ისე რომ ხარისხი კარგად შეინარჩუნო და საინტერესო იყოს. და ხე კოკას რეალობაში მით უმეტეს როცა ამდენი ბენდი ყავს კისერზე და პლუს კიდე თავის დამატებითი საქმეები აქვს, კიდე მაგისთვის მოცლა თავისი არსებული ახლა ამ ეტაპზე არის ძალიან უნდა დაიმატოს. მაშინ ვიღაცა პროდაქშენმა უნდა იყოს მაგალითად ჩვენ მაგრამ ჩვენც მათ შორის ადამიანები უნდა მოგვიწევს დავიმატოთ რომ ეგ აღსრულდეს რა. ანუ ხო რეალურად ვითომ ზივართ და სამი კაცი ვლაპარაკობთ და არაფერი ისი რა შრომის ანუ მთელი ჩატი სამი ჩატი გვაქვს რომელიც არასდროს არ ჩერდება სამი ჩატი შეჩემ ბევრად მეტი ჩატი სადაც ხუთი ჩატი გვაქვს რომელიც არ ჩერდება არასდროს არა მე ამ ყველაფერს ორგანიზება თითქოს ისეთია რა ანუ რაღაცა მოვედი დავჯექი ვლაპარაკობ იცი რა ახლა ამ ეტაპზე რომ არ არის მთლად ესე რა მილიონი რაღაცა გასაკეთებელი პატარა დეტალებში არის ეს ყველაფერი და იქ ტექნიკური საორგანიზაციო დასაგეგმი შესათანხმებელი მე მანქანა გაუშვი მე ანუ უამრავი წულმანი და ამ ეტაპზე დამთხევები რაღაცები არ ემთხვევა სტრესი კიდე მარტივი არის ჩაწერის დღე ანუ დანარჩენ დღეები აი მანამდე რომ აი შენამდე მოვიდეთ თქვა და მე კიდე ის არის რა ქვია ხო ამ ეტაპზე დავიმატეთ ერთი ადამიანი რომელიც მაგ ნაწილს ან მენეჯერი რომელიც მაგ ნაწილს უკვე გვილაგებს რომ აი ხა დღეს მაგალითად მომიწია მე შენთან დარეკვა და
რამხელა ის არის რა ეხლა დიდი ხანი რო არ მქონდა ნიაკეთებ და დღეს ურეკავ ტაქსი ცოტა სხვაგან მივიდა მე კიდე ამას დავურეკე რა მე ტაქსს და მე სანამ აქ მოვიდი ისეთი შფოთი ავაგდე გზაში მე ჩემამდეც გადაკეტა აი კაროჩ რთულად მოვიდნენ და ისეთი შფოთი ავიკიდე რომ გზაში ეუნებოდი ხ შეიძლება იქ ცოტა და მე ურჩიე რა წვეთები დემიოს ეს ვაცლებ და რაღაცა იმას რადგან ეგრეა ბახალ შენ გექნება ბილეთები ჯის კითხვები ოკეი მაინც და მაინც სათვალეს მაკეთებიებს და გიხდება შენ სათვალე ვიხდენთ ვისი ალბომის არტვორკის გაკეთებას მოისურვებდი არჩევა რომ შეგეძლოს დეივიდ ბოუის ალბათ რამე რომელ ალბომს გააკეთებდი? აი რომელიმე არის რომელიც არ მოგწონს და უკეთეს გააკეთებდი? ყველა არტვორკი. იცი, 80-იანებში აქვს ცოტა ისეთი. მაგრამ 80-იანებში რაღაცა პერიოდი აქვს დასაწყისი, რომელსაც იცი რა შეძახის თვითონ? My Phil Collins years. იმიტომ ძალიან არეული იყო რა ვაფშე, ხო. აი ჯაგერთან ერთად რო აქვს სიმღერა. მე მომწონს ეგ სიმღერა. ხო, ნუ ახლა. Dancing, ნუ ხო, გასაგებია ხო. აი შეიძლება მაგ პერიოდში რაღაცა გამეკეთებინა. Just something more interesting. 80-იანებში ყველა აიჭრა. აი, ძველი არტისტები ხო აიჭრნენ, ვერ მოერგნენ მაგ პერიოდს რა. იმიტომ რომ ყველაფერი მომწონს მაგის ახლა რო ფიქრობ რა 90-იანებში რეები აქ ეს Earthling-ი ხო, Outside-ი Requiem-ს Heathen ყველა კარგი ყდა არის. იცი რა ყდა არ მომწონს მაგისი? Requiem ალბომს 2003-ში გამოსული მე მგონი. 2003-ში reality. Reality-ს ყდა მომწონს. ხო, reality-ს ყდას გავაკეთებ. reality-ს ყდას. reality-ს ყდას ვაკეთებ. რა გააკეთებდი ბარემ? ნუ მაგას არ გეტყვი. კაი, ოკეი. რო გამოვანახო. ხო, ნუ ეხლა როგორ უნდა გითხრა რა გავაკეთებდი ეს თემა. დავჯდებოდი და მოვიფიქრებდი რა. რამე მოდი მეორე კითხვას ჩაუფინოთ მრავალფეროვნებისთვის, მაინც ეს რომელი ბენდის ვოკალისტი იქნებოდა? რომელი ბენდის, აი როგორც ბენდი მომწონს თავისი დრაივით და როგორც უკრავენ. მუსიკა ეგეთი არ მინდა, პროსტა მინდა ეგეთი ხარისხის ბენდი რა. და რა, თვითონ არსებული შეიძლება მუსიკალურად რო შენ Nine Inch Nails-ი მომწონს როგორც უკრავენ ძალიან. შენ რო Nine Inch Nails-ი ხო, აი ეს მომწონს. არა Nine-ი მაგარი. როგორ უკრავენ და როგორი ჩაწერილია თქო. მე არ ვარ კონცერტზე ნამყოფი ამბობენ რომ სასწაულია. ხო. და ვიქნებოდი კიდე მომენტ ინექსესი მოწონს. აი ინექსესს გააგზელა არსებობა. იცი ხო ყავდათ ვიღაცა. ხო და მაგ მახსოვს რაღაც. ნუ რაღაცა ხო. არც მომის მე. ხო და ინექსეს მოუხდებოდი შე. ხო, ინექსეს დიდი სიამოვნებაა. მაგრამ Michael Hutchins-ის მერე არა რა, იმიტომ Michael Hutchins-ის მერე არ შეიძლება არაფერი. პროსტა ვამბობ როგორც ბენდი რომ ყავდეს ეგეთი, აი დიდი. backing band-ი რა, ხო რა. ხო. საოცრად უკრავენ რა. როგორი დუხიანია და როგორი აწყობილია. ეს შეკარული ძალიან თაით არის. ხო და რაც თქვით Nexus-ზე რომ underrated არის. მე არსად არ გამიგია Nexus-ით არც შართული და არც ვინმეს რო ელაპარაკოს და იმ დღეს მანქანაში მოვდივით Metallica და დაჟე ლიკამ რო ჩაურჩე იცოდა სიმღერები, მაგრამ აი რო უთხარი არ იცოდა რა და ვარა მაგარიაო რა ანუ ძალიან მაგარია ხა. რა მე მგონია მუსიკას ვინც უსმენს რაღაცა ის თან ის კი არის რაღაცა 1-2 სიმღერა აქვს გაავარდნილი კარგი რა. I mean დიდი კატალოგი აქვს და ყველა ძალიან ბევრია კარგი რა. შენ მოსმენილი გაქვს Beck-ს რო აქვს Record Club. იცი ეგეთ რაღაცა. Record Club-ზე ვიყავი. ანუ Beck-ის live event-ზე. არის ეგეთი. Club-ზე არა იცი აბზე ვიყავი მე Beck-ის რა event-ზე. წიგნი რო გამოუშვა. ნოტები. არა, რას აკეთებდა? იცი Beck-ი კრიბავდა LA-ის მუსიკოსებს. და ერთ დღეში წერდნენ არსებულ ალბომს. აი მაგალითად Inexes-ის ალბომი აქვს ჩაწერილი. Saint Vincent-ი უკრავს, ვიღაცები არ მახსოვს ვინები არის. ანუ წინასწარ ისე კი ქონდათ მაინც გარჩეული. ანუ იცოდნენ სხვადასხვა ტიპები, სხვადასხვა ჯგუფიდან ტიპებს კრიბავდა ერთ სტუდიაში ერთი დღე ქონდათ და მთლიანად ერთი Velvet Underground-ის ალბომი აქვს, ერთი Inexes-ის გაკეთებული და აი ეს თავიდან ბოლომდე როგორ ნუ რა თქმა უნდა წინასწარ ის ყველაფერი შემზადებული. იმათებურად იასნე ყველა წინასწარ იქნებოდა შემზადებული. ალბათ რაღაცა გარჩეული, ხო რომ იცი რომ უნდა ჩაწერო ალბომი ერთ დღეში რაღაც არჩევ რა. ეკო შოუ
პონტია просто რომ მოდი სპონტანურად თორე ხო, მაგრამ მაგარი ერთ დღეში არ ხო, შენ ხო გეხდა გირეკით რომ თქვა სიმღერა გაამზადე ხა მზადდება წინასწარ სანამ რაღაცა მოხდება. არ გარჩევა ეგ ჩიტინგი არ არის საერთოდ, ხო? ხო, ნუ ერთ-ერთი კიდე რასაც დადეს გარდა ვიტყოდი აი ეს დავით ხრიკული რა. აჰა. კლასიკა ვისაც ევასება. იცი რა მე მართლა აი სახელი გვარით ვიცი ესე არ შეიძლება მომისმენია კიდევაც უბრალოდ არ დავკვირვები ვარ. მე ერთი პერიოდი 4 წელი მარტო კლასიკას უსმენდი. აა. სიგიჟე მჭირდა. და ვიყავი აქ რაღაც სიგიჟე კონცერტებზე. 29-ში მაგ კონცერტი ზანახმამაღალი ნამთქვა, იმიტომ ერთ სიმღერას მღერი ცაგარელთან ერთად. ეს რაღაც მაგის კოლექტივის რო არის, ხო? მეგონი მაქსიც მღერის. ხო, მაქსიც მღერის, ძველ მუსკომედიაში დინამოსთან. სხვა პროგრამაა იქ რა მაქსს. სხვა არის, ანუ მაქსიც არის, მაგრამ რაღაც ორკესტრი არის და მე გეგმავთ ხა თარიღს ვერ ვიტყვი, სულ ჩემი კონცერტი იქნება. ანუ მე მინდა შენ ლაივზე ერთი რომ ნამყოფი არ ვარ. შენი ინდივიდუალურად იმ ალბომის პონჩი? არა, ჩემი სიმღერები იქნება სულ და მე ვიმღერებ და ორკესტრთან ერთად. ვაუ. ბენდთან ინტერესებს და ნამყოფი ვარ არის. ისეთი უფრო რა მაგარი. სიმღერებს შევარჩევ, რაც მოუხდება ამას. გუშინგის მოდი ჯიმში. მართლა? აი ეს შენი კოჩაროვი ოკეი. მუხარი რომელიც Terror. I'm sorry. ხო. გამოიცანი აბა რომელი ტრეკი მოწონს ვაკედა. აბა ხო. მე მე გამოვიცნო? არ არის რთული. Warm Goodbye. მე გეკითხები მაგით უნდა მივხვდე. ხო და ისა რა ქვია, მაგრამ ის მომწონს და. არა, ვაფშე, ხო. ალფაზე არავის არ უთქვამს და ჩემი საყვარელი ტრეკია. ძალიან მომწონს. მე კიდე იცი რა ვჭირს ახლა იმის გამო რომ მე თვითონ ვსწავლობ ამ recordings რა და დაყენებას და სიხშირეებს და ყველაფერს აღწევ ყურადღებას. აი იმასაც ვაქცევ ყურადღებას როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და ძალიან ბევრი რაღაცა არის რაც არ მომწონს როგორც არის გაკეთებული. აი ხა მაგალითად ახალ იმას მოусმინე იმის records Alex Hot Chips-ის ტიპს რა ქვია? ხო არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ხო. რაღაცები ისეთი საშნელი ჩაწერილი. რა უცნაური აი დიდ არტისტებს რატო არის სუდად ჩაწერილი. ხო არ ვიცი როგორ და ვაფშე Hot Chip-ი რატო გაქრა? არ გაქრა, არის ერთად. მე იმის ჩავედი ეს მეორე ალბომი გამოვიდა, ეს Over and Over სადაც იყო და აფეთქებულები იყვნენ მაგრავიჯექი Hot Chips-ზე და ეს მეორე ალბომია, Boy From School-ი. Alex Taylor. Boy From School-ი არის მაგ ალბომში, ერთიანი. მეორეთი გახდნენ ცნობილები რა. და სხვათა შორის და რაღაც არეპეტიციო გქონდა. და გვერდზე რეპეტიციოდნენ ესენეს Hot Chip ეწერა კარზე. მახსოვს ხო მაშინ ყვებოდი რაღაც. და ჟანრებს რას უსმენ უფრო? ყველაფერს. ჯაზს უსმენ? აი ამორჩეულად რაღაც ტრეკებს რა. აი ეს ჯაზ არ უსმენ. სხვათა შორის ეხა მე უსმენ ჯაზმენებმა დამირეკეს რაღაცა პროექტს ვაკეთებ და ძალიან გვინდა რომ იმღერო და მეთქი ჯაზი და მივედი და საინტერესო უნდა იყოს შენთვის ხო და ჩავწერე სიმღერა ჩაწერე და რაინაზე მღერი ხარ ინგლისურად რა და რამე სტანდარტია არა არის სტანდარტი არა ჯაზი ანუ პროსტ ჯაზმენები არიან და ჯაზმენების წარმოდგენით მე რა მუსიკას უკრავ ის დაუკრა ეს რა თავისი კომპოზიცია ანუ იმათი მუსიკაა დანიელ ადიკაშვილის თავისი სიმღერაა და მე პროსტ შემსრულებელი ვარ და ტექსტი დავწერე რა და სიმღერა მოგწონს თვითონ კი ტექსტი შენ დაწერე ხო ოღონდ ნუ შენ ტექსტებს როგორ წერ ვაფშე გაქვს პრობლემა ძალიან მარტივად წე ანუ მარტივად არ ნახე თავარია ანუ შემიძლია თუ ტექსტი დავწერო ძალიან მარტივად ხო თემა მჭირდება აი თუ თემას გავარტყი რომ რაზეა სიმღერა всё აი 2 წუთში დავწერე თავარია ჩემ თავში აი ამან გაიღვიძოს რაღაცა ზე ამოვიდეს მე ვერ გეტყვი 2 წუთში დავწერე მაგრამ მე გეტყვი აი როგორ ვარ იცი უცბად შეიძლება გადმოიღვაროს პირდაპირ წამოვიდეს და ზოგჯერ კიდე რას ვაკეთებ აი თემა გაჩნდა და მე ვაკეთებ research ხო ამ თემის გარშემო რა და სუმაქს მე ვატრიალებ და რაღაცეები ჩდება სუპერედუო და ვიჭერ და ამნელნელა ვაწყობ რა ესეთ რა ეს არის რა ხო და ორი სიმღერა შემომთავაზეს რომ აი ორი სიმღერა ჩავწერეთ და მეორე პროსტა ნუ ვერ მივიღე რა ანუ არ იყო შენი 10 და მათი წარმოდგენა ჩემს
თავზე რა და ნუ აი პირველი შვენიერი იყო რა კომანდა არის? და როგორი ის არის? თვლა კრამე თუ კი, вообще სულ იმპროვიზაცია? პიზდეც თვლაში არის. ხო. არა, ანუ საინტერესოა. ისინი ეძახდნენ hard rock-ს მაგ სიმღერას, ანუ вообще არ არის hard rock-ი რა. მაგრამ ხო გეუბნები რა, ანუ აი ჯაზმენების წარმოდგენაში და ვოკალურად როგორია? არისო ისეთი და აი მეორე სიმღერა იყო, აი ვაუ, აი ესე დარბოდა და მეთქი ეხა ნუ შანსი არ არის. ვინ გონი ვარ? უი და იმაზე რას ფიქრობ ეხა რომ მთელი ინტერნეტი აფეთქდა რაზე? Angin de poitrine, angine de poitrine. ნუ საინტერესოა რა, it's fun. იმიტომ რომ რაღაცა ის არის. ყოველდღე ვიღაცა მიგდებს მაგას. არა, ლევან- და ერთი 3 თვის წინ უკვე angine de poitrine-ზე რამჭერს იცი უკვე აღარ შემიძლია არა, რა. ხო. აი ესე მომდის რა. ეგეც არის. მე მგონია რომ მან excitement-ის არის. ლევანმა даже დააყენა უკვე გიტარას ისენი რა. excitement-ის საიდან წამოვიდა? აი ლევანის პოსტი ვნახე რა, ჯავახიშვილის. რომ ანუ ჩვენ დროში რო ხალხი უსმენს და ვიღაცები აკეთებენ ეგეთ მუსიკას, ეგ გვიხარია, თორე ეგეთი მუსიკა, რა ვიცი, 70-იანებში სულ იკვრებოდა რა. ხო, არ ვიცი, I don't see anything რა ესეთი რაღაცა რო გავგიჟდე რა. ნუ კარგად უკრავენ, აი ძალიან. ტიპი კოპლებიან ტიპები არ შეხვედრია. просто ეგ იმიჯი დიდი ხანი ვერ გაკაჩავს, ძალიან მალე. გიმიკი არის რა. ხო რა. იცი რა, ხო არ არის ხა ისეთი მაგათი მეორე ალბომი და რაღაცები გამორიცხულია. შენ როგორ ხარ ისე იმაში, რა ქვია? რაში? თვით დისციპლინებში და თავის მოვლის რუტინებში და ფიზიკურ. მე მგონი ძალიან არ კარგი. ეთყობა რა კი. აი რაღაცა მინდა რომ მე მგონი ძალიან კარგი. ის გასცეს, რა ქვია, мотивация და მიცეს. ისეთი ვარ, იცი, როგორც ვატყობ აი საკმაოდ present რა. არ გამირბის. და არ მევასება რაღაცების მიღება, გაშტერება თავის, და სიგარეტსაც 1000-ში ერთხელ ვეწევ, ეს თუ გავედი სადღაც. და ძალიან ვაკვირდები ჩემ თავს რა. ყურადღება ჩემი სადგარბის და სუის მასში ვარ რა. ხო. ანუ მაგაზე ჩალიჩობ მაინც ხო, სადღაც რო ხვდები რომ აჭარბებ ერევი. კი, იმიტომ რომ სუმყავს ჩართული ეს ჩემი ის ნაბლუდაწელი რა. მეც გამიაქტიურდა ძალიან მძაფრად. ნაბლუდაწელი. მაგრამ ხანდახან ან ვერევი, ან ვერ ვერევი, მაგრამ ის რო უკვე მაფრთხილებს და ყურადღებით არის ძალიან სიამოვნებს. ხო. ნუ ყურადღებოთ აღარ ყავს. რა კარგი იყო დღეს. მე მგონი კარგი. ვინ იყო მოსული დღეს ჩვენ? ძალიან sweet იყო თქვენთან და ვაფშე მიწება ძალიან ძალიან საყვარელია. fun და ესეთი რა. Homecoming. ამაზე ძალიან ესიამოვნე. ვარც, კი. ვარც ესიამოვნე. გაიფურჩქნა. გაიფურჩქნა. ვარც. ძალიან სასიამოვნე. მადლობა დაპატიჟებისთვის. მადლობა რომ გოგა შუქი ჩააქრა.